მოგესალმებით, ვაგრძელებთ პოდკასტების სერიას სახელწოდებით მე ვარ. დღეს ჩვენი სტუმარია ანი ჯანაშია და დღეს ვისაუბრებთ ასევე ძალიან საინტერესო თემაზე, ანის ასე ვთქვათ გზაზე, ვინც არ იცნობთ, ანი დაკავებულია და ცნობილია ისევე როგორც სტარმსით, ასევე აქვს ინდივიდუალური კოუჩინგის მიმართულებაც და მოდი ანი შენ მოგვიყევი პირველ რიგში შენ ოფიციალური მე ვარ რა არის შენი რა საქმიანობ და როგორ მიხვედი მაგ გზამდე და თან დამაზუსტებელი კითხვებითაც მოვეხმარებით მაგ გზას. მადლობა პირველ რიგში მოწვევისთვის, მიხარია რომ აქ ვარ. ოფიციალური მე ვარ არ მაქვს, იმიტომ რომ არ მიყვარს ხოლმე იერლიყების მიწებება და მიკერება საკუთარ თავზე. ეს რა თქმა უნდა სულ ესე არ იყო, იმიტომ რომ პირიქით იყო მომენტი ჩემს ცხოვრებაში, როცა ვეძებდი აი ამ სტატუსს, რომ რაღაცა მიმეკერებინა, რომ ვინ ვიყავი, რომ მენეჯერი ვიყავი თუ ასე შემდეგ. ის წლები როცა ვალიდაცია სჭირდება ადამიანს იმისთვის, რომ ასე ვთქვათ, თავი დაფასებულად იგრძნოს. ეს წლები მქონდა, მაგრამ მე რაც დრო გავიდა, რა თქმა უნდა და შევდექი მაძიებლის გზაზე, უფრო და უფრო ხვდებოდი იმას, რომ რაც უფრო მეტად მიიკერებ, რომ აი ეს ვარ იერლიღს, მით უფრო იზღუდავ თავს იმისთვის, რომ გაფართოვდე და კიდევ უფრო აიმაღლო ცნობიერება და კიდევ უფრო გახვიდე, ასე ვთქვათ, უფრო დიდ მწვერვალებზე, ესე რომ დავარქვათ, აი ამ გზაზე, სულიერ გზაზე, სპირიტუალურ გზაზე, თუ რავი როგორც ვეძახით და ჩემი ისტორიას რაც შეეხება, ახლა შეკითხვაზე რომ გადავიდე. როდის წამოვიდა ეგ მომენტი, რომ როგორც იცი აქამდე რაც ბიზნეს საქმიანობაში იყავი, მაგრამ როდის გამოანათა იმ მომენტმა, რომ ეგ მარტო საკმარისი არ არის და რაღაც სხვაც მეძახის ცხოვრებაში და ეგ რაღაც ჩვენი აუდიტორიის დიდი ნაწილი დარწმუნებული არის სულ რომ ესმის ეზოთერიული და ფსიქოლოგიური საზოგადოებისაგან რომ ცხოვრება განიშნებს, ნიშნებით გელაპარაკი. შენ შემთხვევაში რა იყო ეგ ნიშანი, ასე ვთქვათ? ხო, სულ ნიშნები იყო პრინციპში თავიდანვე, იმიტომ რომ ჯერ საგზაო. მე სასკოლო, სკოლაში რომ იწებდნენ ნიშნებს. ხო, ნიშნები იყო ზირთადად ის, რომ ეს კარიერა, რომელიც დაშენებული იყო ჩემს სრულ ეგოზე, იმიტომ რომ პრინციპში იყო მიმართული ვალიდაციის მიღების მცდელობისკენ, რომ ესე იგი მე თუ მაღიარებენ რომ კარიერაში შევდექი, ესე იგი რაღაცა ვიღაც ვარ და ღირსი ვარ, საკმარისი ვარ, რომ უყვარდეთ, შემიძლია რომ შევიყვარო ეხლა უკვე, რადგან მაღიარეს რომ მე ვარ რაღაცის ჰედი, ოპერაციების ჰედი და აი მაგარი ვარ. მე რაც რა თქმა უნდა დრო გადიოდა, ჩემს ბავშვობიდან პრინციპში თინეიჯერობის ასაკიდანვე ჩემს ცხოვრებაში შემოვიდა ასტროლოგია პირველ რიგში, იმიტომ რომ მაშინ იყო ესეთი წიგნი, არ ვიცი თუ გახსოვთ, ეძიე ვარსკვლავის შენი. რა, ორი ცალი მაქვს. და აი ეგ ეძიე ვარსკვლავის შენი იყო პირველი ჩემი რაღაცა შეხება ზოგადად და კი აი ამ სამყაროსთან ჩემი რა საინტერესო, სხვათა შორის მეც ეგ წიგნი მქონდა და კიდე რაც მახსოვს, დღემდე არ ვიცი ეგ რა წიგნი იყო, ბოდიში ჩავერთე. მე ხო იცით ესე ვიცი ხო. ხო და ანუ ეს იყო რა ქვია, ინდუისტური რაღაც წიგნი იყო, აშკარად აი ძალიან ბევრი ფოტოები იყო ცისფერი ადამიანები, კრიშნა, ისინი ესენი და აი ეს ფოტოები ძალიან მიყვარდა, ამას სულ ათვალიერებდი. ეგ წიგნი დღემდე ვერ ვიპოვე, მაგრამ დარწმუნებული ვარ, როდესმე ვიპოვი და ეძიე ვარსკვლავიშანი, ანუ იმინა წაკითხული მქონდა, ყველაზე წიგნებს ვერ ვიტანდი, იმიტომ რომ ADHD ტრენერი ყავს აგერმანა. ანუ კითხვა გამორჩეული რაღაცა, ვერ წაიკი, ანუ ბავშვი ვერ ჩერდება თუ არ აინტერესებს რა და ანუ ერთადერთი წიგნი იყო, რომელმაც მაშინ მიმიზიდა და წავიკითხე, ხო? ანუ თან შენ თუ ემთხვევი დახასიათება რა, რენდომად რა, ჯერ ეს წავიკითხე, მე ეს წავიკითხე, მე ეს წავიკითხე და ხო, ჩემთვის აი პირველი რა იყო, იცი რა თავში რა დამეცა, რომ მე ზოგადად ესე დასავლური ასტროლოგიის მიხედვით ვარ ძალიან ტიპური ვერძი. და პირველი რაც თავში დამეცა, იმიტომ რომ სამი პლანეტა მყავს ვერძში და მოკლედ ძალიან ტიპური ვერძი ვარ და რომ დამეცა თავში ეს პირველი რაც იყო გაცნობიერებას დავარქმევ, იმიტომ რომ იმ მომენტში ეს ჩემთვის გაცნობიერება იყო, უბრალოდ სახელს ვერ ვარქმევდი და არ ვიცოდი რომ გაცნობიერება იყო, მაგრამ იყო. რამდენი ბალიანი ნახტობია? 5. ხო, იყო რომ ეს ვერძის დახასიათება რომ წავიკითხე ამ ეძიე ვარსკვლავის შენში, პირველი გაცნობიერება რაც მოვიდა ჩემთან, რომ ანუ რა ხდება ხალხო, არსებობს რაღაც ძალა, რომელმაც იცის მე როგორი ვარ, რომელმაც იცის რა თვისებები მაქვს, რა სისუსტეები მაქვს. აი ეს იყო ჩემთვის პირველი აჰა მომენტს რო ეძახიან რა. და მან იკვეთება უკვე რომ პროგრამაა. ანუ პროგრამა გაწერილია. გაწერილია, ხო. იცი რომ ანუ აქ რომ მოდიხარ, ესე იგი ამ ვარსკვლავებზე მოხვედი, ესე იგი ესეთი ხარ და
რაღაცაში ჯდები, რომ 12-დან რომელიღაცა ხარ. ეს ასტროლოგია ერთ-ერთი პატარა 1 გრადუსიანი შრე არის, რომელიც ანუ პროსტა ნამუსი არა პრინცესა გავიგეთ. რომელსაც მეგონა რომ ტრისტანი ეყოლათ. უფერინური ტრისტანა. ლევანმა დაუძახა პრისკაო და ანი პრისკას მიხედავ და ხო ტრისტან მეთქი. არა და კატა ესეთი ზისინა. ხო და მე არ ვაიდენტიფიცირებ ეგრე. შეიძლება იყოს ფემინურიც და იყოს. კი ბატონო. ასტროლოგიის მე მოკლედ ეს ჩანათება რომ მოხდა და ნიშნები მაქედან საით დაშენდა საით ხო მაქედან აი აღარ გაგრძელდა ეს ოზეთორული გზა ჩემთვის იმიტომ რომ ნუ ოკეი გავიგეთ ხო პეიჯების მოპოვებაზე გადავედი რომ ნუ იქ ჯერ რაღაცა იმ დებატებში გავიმარჯვე მე იქ სადღაც წავედი წამოვედი და ამით ვიპოვებდი რა თქმა უნდა იზრდებოდა ჩემი ეგო ცრუ ეგოს რასაც ვეძახით ხოლმე ჩემი სუქდებოდა და ქვემოთ ჩადიოდა და გამოყვებული იყო გასუქებული სხვადასხვა ისტორიები ჩემი სუქემოჭადი ანორექსიისკენ ხო და ჩემი კიდე სუქდებოდა ეს რაღაცა პუტკუნდებოდა ეს ეგო რომ იქ გამარჯვებული ისისა მე მენეჯერი ჰედი და ვაუ ხო და ნუ მე მოკლედ ზოგადად რომ ეს მაინტერესებდა ასტროლოგია ჩემს მეგობრებს ესე გასართობად თუ არ ვიცი არა გასართობად ზოგჯერაც იმიტომ რომ პრობლემების წინაშე იდგნენ მოდიოდნენ ჩემთან რომ გთხოვ გამიკეთე რუკა მეც ვუკეთებდი რუკას ეს ვაუ მომენტები ქონდა საიდან იცი ჩემზე ამდენი რაღაცა ისეთი რაღაცები რაც თვითონ არ ქონდათ ესენა თქვამი და მოყოლილი ჩემთვის რა ანუ შენი აზრით ეს ცოდნა საიდან მოვიდა ჩვენამდე ასტროლოგიას გულის ხმობ? არ ვიცი, აი ალბათ ესე როგორც ახლა მოდის ჩვენთან რაღაც ცოდნები და არ ვიცით საიდან მოდის და რაღაც ინფორმაციები რომ ვაჩვენებთ. კი, ჩინელებმა აწყეს და რაღაცა. ხო, არა, აი ინფორმაციებს გულის ხმობ, უფრო იმ ცოდნას რასაც ვაჩენელებთ რა, რომ აი არ ვიცით საიდან ვიცით. მაგრამ ვიცით რა. აი ესე და ალბათ ნუ როდესაც პრაქტიკოსები ხო იყვნენ ყოველთვის რა, აი ასტროლოგია. მე სულ ამას ვამბობ ხოლმე, სხვათა შორის თავრუმსაც რო ვფიჩავ, სულ მაგას ვამბობ ხოლმე, რომ ეს ცოდნა ყოველთვის არსებობდა, ეს ბაზარი, ეს მარკეტი ყოველთვის არსებობდა და იარსებებს, უბრალოდ ამის გაციფრულებას ვახდენთ, ხო? იმიტომ რომ ეს პრაქტიკოსები, რომელსაც ადრე ზოგი ეძახდა, არ ვიცი, სხვადასხვა სახე ხო თავიდანვე ალბათ შეიძლება ასტროლოგებს არ ეძახდნენ, ხო, მასწავლებლებს და რაღაც. ასტროსოფია ერქვა ადრე. ასტროსოფია, ხო, ხუმების სწავლობდნენ, ანუ ეგ მაშინ რო განვიხილეთ, ხო, გახსოვს, ანუ ვისაც გაინტერესებთ მაგასთან დაკავშირებით, გელათის აკადემიაში ისწავლებოდა, ანუ დავით აღმაშენებლის დროს, ჭყონდიდელი იყო ერთ-ერთი ანუ უძლიერესი ასტროლოგია, ასევე ნუმეროლოგია, ანუ რა, ყველაფერი იყო ჩემი აზრით ეგ კაცი და მაგიტო იყო ერთ-ერთი უძლიერესი საქართველოს მაგ პერიოდში. ჩვენ შეგვიძლია ხა ძალიან ბევრი დაარქმევს, ეს მაკის ცოდნა, იმის ცოდნა, ამის ცოდნა, ანუ როგორ ღვთისმეტყველებაში, ანუ ღვთიურ ადგილას ისწავლებოდა ეს და ანუ იონე პეტრიცი ვინც იყო ფაქტიურად მან ასე ვთქვათ, დღევანდელი განმოსახედიდან ლექტორი, როგორ შეგვიძლია დღეს ვთქვათ, რომ ანუ ვიღაცამ რაღაცა გაიგეთ სადღაც რაღაც და всё, ანუ ესე იგი ეს არ არის ესე. ანუ ეგ არის ძალიან დიდი ილუზია, რომელშიც ჩვენ ცხოვრობთ, რომ რაღაცა ცოდნა არასოდეს არ არის სატანისტური მებადია. ანუ ცოდნა ყოველთვის არის სინათლე. შეუძლებელია სინათლე იყოს ბოროტი. ანუ ან ბოროტი და კეთილი საერთოდ შევთანხმდეთ, რომ ჩვენ გონებაშია, ამ სამყაროში არსებობს პოლარობები, მაგრამ შეუძლებელია ცოდნა იყოს ცუდი. ხო. იმიტომ რომ თავისთავად რომც უარყოფოდიში, რომც ეს ცოდნა რაღაც უარყოფით გასწავლიდეს, ხო, აი მომენტში მაინც ფართოვდება შენი ცნობიერება, იმიტომ რომ შენ უკვე აცნობიერებ, რომ ეს არის შენთვის ნეგატიური და უარყოფითი, შესაბამისად ამით გარდაქმნი მას პოზიტიურად. ანუ შენ როგორ მიუდგები ამ ყველაფერს და აი ამ უარყოფით ცოდნას როგორ გამოიყენებ, აი ამაზე არის დამოკიდებული და აი ეს ცოდნაც ნინო რაც შემკითხეს სხვათა შორის, აი მაგას გულისხმობდი ზუსტად რომ ადამიანები ყოველთვის აკვირდებოდნენ პლანეტებს, მათ ზემოქმედებას მათზე, იმიტომ რომ ადრე, როგორც წეგან თქვით, არ იყო ეს ტელეფონი და 24/7-ზე არ შეგვეძლო რომ რაღაც გაგვეგო ან ასე შემდეგ. ერთადერთი რითიც სხვათა შორის აი მოსავალი როდის უნდა დათესონ, როდის უნდა აიღო და ეხლა პრაქტიკული გამოყენება ქონდა. პრაქტიკული გამოყენება ქონდა, რომ როდის უნდა დავთესო და იცი რომ სავსე მთვარეზე არა. იმიტომ რომ არ გაიზრდება, ხო? აი ეს უკვე იმხელა
უკვე იმხელა რაღაც არის, რომ ნუ მე იქ თვალის გარდა არის სხვა პლანეტები, ხო? შესაბამისად, აი ეს პრაქტიკოსები უკვე გადასცემდნენ აი ცოდნას, ეს ცოდნა გადადიოდა და ცოდნა სხვათა შორის აქ არ უნდა გავიგოთ, როგორც ერთი ვიწრო მიმართულებით, მაინც მენტალურად მე შენ რაღაცა გადმოგეცი. ცოდნა გადაეცემა ემოციურად, ენერგეტიკულად, როგორც ანუ ნუ ეთერული სხეულიდან ჩამოგვაქვს ჯერ მენტალურ სხეულში, შემდეგ დაადასტურა. ეს ველოდებით სარეკლამო. აქ შეიძლება თქვენი რეკლამა ყოფილიყო, აქ. მაგრამ თქვენ არ გინდათ. ესეთი დროა ბევრჯერ იცის. ხო, და აი ეთერული სხეულიდან ჩამოდის მაგას ვამბობდი ეს ცოდნა ჯერ მენტალურ სხეულში და მე აცნობირებამ ყველაფერს ემოციურად და ფიზიკურად და ამითი გადაეცემენ ენერგეტიკულადაც გადადის ეს ცოდნა და აი ესე გელშია და შენ თუ მაღალ ველის სიხშირეებს იჭერ შენთან მოდის. შენთან მოდის. ანუ რეალურად არის ყველაფერი. შენ ხარ უბრალოდ დამჭერი მაგ ყველაფრის რა. და მე გამტარი. ხო, გამტარი და გადმოგაქვს აქ პოტენციალი თუ არ გაქვს, ახლა ცოდნა თუ არ გაქვს, ვერ გადმოიტან. ვერ გადმოიტან. მაგას და რაც თქვი წეღან რომ ანუ ბოროტსაც რო სწავლობ რაღაც ცუდს თუ აკეთებ და ცუდით თუ ისწავლე, შენ აღმოაჩენ რომ თუ ეს ბოროტი ანუ სატანისტური რაღაცა რეალურია და ვიღაცები თაყვანებიან ვიღაცები რაღაცებს აკეთებენ ამით. ესე იგი იცი რომ მაგის საპირისპიროც არსებობს. ხო? ანუ ესე იგი შენ უკვე ეგეძლევა შესაძლებლობა რომ ძალიან ბევრი დღევანდელი ანუ რელიგიაში შემოსული ხალხი, მე საქართველოს არ გულისხმობ, ძალიან ბევრი მიხვდა რომ ანუ ეს ჰოლივუდი თუნდაც ან რაღაცა მასტერ რაღაც დიდი პროექტები, მასონური თუ რაღაცა პროექტები არის დაყრდნობილი ვითომ ბოროტ ძალებზე. ნუ მე მანდაც ცოტა ისე ვარ რა. ხო, მოდი ხა მანდ წავიდეთ იმიტომ რომ ხო ალბათ გონია რომ ცალკე იმის თემა. ხო, ნუ რაღაცეებზე ყველაფერზე შეგვიძლია თქვათ, რაცაც არ ვიცნობთ, სადაც ღრმად არ ვარ ჩახედული, რომ ეს სატანისტური, ეს ცუდია, ეს რაღაცა, მაგრამ ისინი სწორედ იყენებენ უბრალოდ ღვთიურ ძალებს და ანუ იციან სწორედ გამოყენება ღვთიური ძალების და შენ რისთვის იყენებ ამ ღვთიურ ძალას? ეგ უკვე შენი ნება, ანუ შენი გადაწყვეტილება აქ მოდიხარ სათამაშოდ, შენ ანირჩევ შავ იმას ჭადრაკის ფიგურებს ან თეთრს, ანუ შენი უფლება, მაგიტომ არის პოლარობის თამაში, ხო? შენი ხო. და რო გავაგრძელო ეხლა რომ სადამდე მივედი, მე მოკლედ იყო ესეთი რაღაც რომ აი ბეჯების მოპოვების პროცესში ჩემ ცხოვრებაში შემოვიდა ტარო და როგორ შემოვიდა რა თქმა უნდა ისე რომ ნახულობდი ვიდეოებს, რაღაცა საჯარო გაშლებს და ძალიან რეზონირებდი ამ საჯარო გაშლებს. ასტრიმულს და ძალიან რეზონირებდი ამ საჯარო გაშლებთან და მეთქი, აჰა, უკვე მეორე რაღაც ვიპოვე, რამაც იცის. ის ერთი ხომ მქონდა ნაპოვნი, ხა მეორეც ვიპოვე და ნუ აი მან მქონდა უკვე ის რომ უნდა ვცადო, უბრალოდ, აი მოვიდა უბრალოდ ჩემთან ეს რომ უნდა ვცადო და შენ გამოგივა. აი რატომღაც აი ეს ინფორმაცია მოვიდა ჩემთან და ნუ მე ვცადე რაღაც ჩემ მეგობრებს უშლიდი თავიდან და ჯერ რუკებს ეხა მე ტაროს და ნუ ეს ორივე ჩემ ცხოვრებაში და აშკარად მივხვდი რომ ნუ აი რაღაცა თან როგორ არის იცი მანდ რომ შენ როგორ გრძნობ თავს, მაშინ როდესაც ამას აპრაქტიკებ. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს რა. მაგ დროს გრძნობდი, რომ ბოლომდე მე არ ვიყავი. აი და რაღაც უფრო დიდ ძალასთან მქონდა კავშირი, რა. ეს რაღაც ზემესთან კავშირი. და მისია. ფარველებთან, ხო, ფარველებს ვეძახით. ფარველებთან კავშირი ანუ პირდაპირ ვიგრძენი, რომ რაღაც ინფორმაცია, რასაც ვკითხულობდი ტაროს კარტებიდან, ჩემი ინტერპრეტაცია იყო რა თქმა უნდა იმის, მაგრამ არ მეკუთვნოდა მე ეს აზრი. და ეს აზრი ეს ინფორმაცია ხვდებოდი რომ ჩემთან მოდიოდა ფარველებისგან და უმაღლესი ძალებისგან და აი ამ გრძნობამ მიმიჯაჭვა, ასე ვთქვათ. ეդიქშენი დავემართა და სატანისტურია რა, რაღაცა კითხაობაა, ნინო, კითხაობა. გამტარობა იგრძენი საჭირო ინფორმაციის, რომლითაც ასე ვთქვათ ადამიანებს ემსახურებოდი. პირველ რიგში საკუთარ თავს. ხო, ნუ რა თქმა უნდა. იმიტომ რომ იპოვე რაღაც მიმართულება და საქმე, რომლითაც ასე ვთქვათ, რაღაც სრულყოფილი შეგრძნებები წამოვიდა და არა ბეჯებით ვაჭრობდა. კი, კითხვებზე პასუხი მოვიდა. აი იმ კითხვებზეც მოვიდა პასუხი, რატო ვაჭრობდი ბეჯებით და ანუ ყველა დაფარული დინამიკები ზედაპირზე ამოვიდა რა და ამან რაღაც კუთხით ეს ყოველთვის არაკომფორტულია თავიდან აი დაფარული დინამიკები, რომელიც შენ გინდა რომ მიჩქმალო ზედაპირზე ამოდის, მაგრამ მე უკვე ერთხელ რო ჩახედავ თვალებში და ოკეი
მერე პირიქით უფრო და უფრო ასწორებს რა, იმიტომ რომ უფრო და უფრო შედიხარ აი ამ flow-ში, ნაკადში, როგორც ვეძახით და უფრო მეტად მოდის კიდე ამოდის ეს ინფორმაციები. და ნუ მერე თან უკვე ესეთ რაღაცასთან საკრალურ თემასთან როცა გიწევს შეხება როგორიც ტაროა, მერე უკვე იქ leadership training-ი აღარ ყავს, იმიტომ რომ სხვა ძალები გატრენინგებენ რა. და აი ვეღარ რეზავდირებდი საბოლოოდ მივხვდი რომ აი ამ რაღაც leadership ანუ ვეღარ აკეთებდი სამსახურს. სათანადოდ ვეღარ ვაკეთებდი. ანუ რაღაც გაგაჭირაო რომ ეძახიან, იმიტომ რომ იმდენად აქეთა ასე ვთქვათ შრეები გაიხსნა შენ ცხოვრებაში, რომ თითქოს გზიდან გადაუხვე, იმიტომ რომ ეს გამოწვევები აღარ იყო. თან პარალელურად ჩემს ცხოვრებაში უკვე შემოვიდა თარუმსი არის ეზოთერული პლატფორმა საქართველოში და აღმოსავლეთ ევროპაში სხვათა შორის პირველი, რომლის იდეაც ხო რა თქმა უნდა წამოვიდა იქიდან, რომ მე თვითონ და ჩემს კოლეგებს ანუ რაღაც ძალიან გვიჭირდა ის რომ მომხმარებლები რომელსაც უნდა კონსულტაციის ჩაჯვნა მიმოწერა, იქ რაღაცა customer support-ი ძალიან ბევრი წვალება იყო. და მივხვდით რომ იმას რასაც ამ ადამიანებთან კომუნიკაციით ხო გაბნეულად ვაკეთებდით ერთი ხო რა აი რომ არსებობს პლატფორმა და თან მე მსგავს პლატფორმაზე მქონდა გამოცდილება მუშაობის დღესაც მაქვს საერთაშორისო პლატფორმაზე და აი ვიცოდი რომ ეს სჭირდებოდა უკვე ამ ყველაფერს იმიტომ რომ მომწიფებული იყონია და კიდე თარუმსი უკვე რომ შემოვიდა მივხვდი რომ ეს იქნებოდა ძალიან მაღალი ხარისხის პლატფორმა რომელიც გააერთიანებდა ამ სფეროში მოღვაწე ჩემ აი მე ვისთანაც ნამდვილად რეზონირებ და ვიცი რომ ამ ყველაფერს აკეთებენ ძალიან მაღალი ხარისხით აი ამ პრაქტიკოსებთან რომლებიც საშუალებას მისცემს ეს პლატფორმა მომხმარებლებს რომ თითის ერთი დაჭერით მოაგვარონ ის პრობლემა რომ დაჯავშნოს სესია, მიიღონ სესია, ასე გვაქვს გემიფიცირებული როგორც ტარო, ასევე ასტროლოგია და მოკლედ ძალიან საინტერესო. ეს თემა რომ შემოვიდა ჩემს ცხოვრებაში. მე უკვე მადლობა ძალიან დიდი და ეს თემა რომ შემოვიდა და აი ამ თემამ რომ უკვე რაღაცა პატარ-პატარა წარმატებების მოპოვება და იწყო იქ ერთი გრანტი, მე უკვე მეორე გრანტი, იქ რაღაც ანუ ძალიან მაგარი ფიდბექები საერთაშორისო ჯაჯებისგან, რომ ეს არის მომავალი გლობალური მოთამაშე მარკეტზე და ანუ ესეთ რაღაცებს ეს არის ნიშნები მე სამყაროსგან რომ აი ძალიან ხო რა განაწვალობ და ის აი როგორ უნდა მივხვდე რომ შენი კარია და შენ ანუ შენ სხვისი კარის შემწრევას არ ცდილობ ხო რა სხვის აი ჩვენ დროს ზოგადად ნინო ხო ჩვენ ხო დაგვაჯერეს რომ უნდა იწვალო და იშრომო რომ მიაღწიო რაღაცის წარმატებას და წვალება და შრომა ეხა ნახე შენ რაც მოყევი რომ აი მე მიხარო და ეს რაღაც ვაკეთებდი რაღაცა შენ ხო გფუშავდა და გასწავლიდა. ანუ შენ რო ეგ fake egos რასაც ვეძახით, რეალურად fake ego თუ როგორ ანუ ცრუ egos რასაც ვეძახით, ხო? ეგ ცრუ egos არის იმ ყველაფრის ნაწილი, რაც მე უნდა შედგე შენ. ანუ ამიტომ მაგის გარეშე ეგ არის ის რისთვისაც დაიწყე, მაგრამ მანდ თუ ჩარჩი ბედნიერებას ვერ იპოვი. ანუ ბედნიერებას, სიმშვიდეს, სიხარულს, ანუ უპირობო სიყვარულს და აქედან ისე გასulis პირობას რომ შენ ჯოჯოხეთში არ მოხდები. ჯოჯოხეთში აქ რელიგიური კუთხით არ ვამბობ ჯოჯოხეთში აქ ვამბობ იმით რომ გაუცნობიერებლად თუ მოკვდი, შენ გაუცნობიერებლად დარჩები, кайხანი რავი, მან სადაც ხარ ენერგეტიკულად და ანუ გაცნობიერების დონეს უნდა მიაღწიო, უნდა იცოდე რაღაც სოდნები უნდა გქონდეს, რომ აქედან რომ გავხვალ უკვე სწორად გახვიდე, თორე ეს ეგო ყოველთვის იმას ვიტყვი, რომ სულ პროცესშია და სულ არის, ანუ შენ ხარ ეგ, ვერ მოიშორებ, ანუ უბრალოდ ნახე რა არის განსხვავება მან რომ ცრუ ეგოს რატო ვეძახი და არა მარტო ეგოს. ვეძახი ცრუ ეგოს, იმიტომ რომ ეგოს გარეშე ადამიანი ვერ გადარჩება, ამიტომ ცრუ ეგო რა არის ხო ზოგადად თვითგანვითარების სულიერი განვითარების გზასაც ვეძახით რომ ცრუ ეგო იშლება და შენდება ჯანსაღი ეგო სუფთა ნიადაგზე. ხო, გონია რომ აი ვიტყვი რა წინაზე როგორც შემისწორა ალექსანდრემ რომ ანუ ეგოს სიკვდილი არ არისო და ჩემი ტერმინი არ არის რა, ანუ ეს ხო იუნგის ტერმინია რა, სიკვდილი რა, რეალურად რაც დაარქვა და ჩემთვის არის, ანუ რაღაც მომენტში განულება რა, ეგოს დაკარგვა ვაფშე, ცოტა ხანი 1-2 თვეა და მე უკვე უბრუნდები რაღაც adjustment-ებს აკეთებ რა. არ ნიშნავს რომ იმას იკიდებ ხო და მეორე ცრუს მაგიურად მე აქ ვიტყოდი, როგორ იცი, შენი შერჩეული სპექტაკლია რა. ანუ საწყისი სპექტაკლია, რომელშიც თამაშობ
გაუცნობიერებლად, ანუ თავიდანვე რასაც ირჩევ, რომ ეს იცი, რომ დაგატრეინინგებს ეს სპექტაკლი იმისთვის, რომ მე შენი როლი იპოვო რა ცხოვრებაში. კი, და ანუ მაგას ვიძახი ზუსტად, რომ აი ნახე, ჩვენ რო დაგვაჯერეს, რომ უნდა იბრძოლო და შეუპოვრად უნდა წახვიდე მიზნისკენ. როცა ხვდები, რომ ძალიან ბევრი წინაღობა გხვდება, აი მაგალითად გინდა რომ რაღაცა ბიზნესი დაიწყო, რაღაცა გახსნა, რაღაცა კარიერა. სპეციალურად ხდება ეგ წინაღობები, რომ მიხვდე, რომ უკვე ეს სრულ ეგო თუნდაც ან ის პროგრამის ეგო უკვე გამოწურე, მორჩი ეხლა რა, ანუ იპოვე შენი თავი რა. ხო, სხვანაირად იპოვე, თორე ნიუ-იორკის აკადემიაში უნდა ყოფილიყავი ეხლა, ანუ. ხო, და აი ეგ იყო ზუსტად, რომ აი სამყარო მაძლევ და მინიშნებებს, რომ აი ანი ხო ხედავ, რომ ეს როგორ გამოგდის. აი არ ვიცი ქართულად როგორ effortlessly როგორ არის აი ძალიან პრობლემა და ძალიან ესე თავისთავად და მარტივად ხო იმიტომ რომ მართლა რასაც ვლაპარაკავდი თუნდაც აი ფიჩების დროს რომ რაც მე მჯეროდა რომ იქნებოდა ეს პლატფორმა ამას იმდენად ენერგეტიკულად ვაყოლებდი ალბათ იმას რომ ჩემში ეს მართლა მჯეროდა რომ მიუხედავად იმისა რომ სკეპტიკურად არის დღემდე არიან განწყობილები ზოგადად აი იმიტომ რომ ინვესტორები და ეს ბიზნეს ტექ ხალხი არ არიან ძალიან ჩახედული ამ თემაში და რა მკითხაობის პლატფორმა და ის ცოტა ვერ ხვდებიან ხოლმე რა არის მაგრამ მე როცა შენ ამ ყველაფერს ანახებ მართლა ციფრები და რომ მართლა ძველი საუკუნეებიდან მოგწდევს ეს და ყოველთვის იყო ასტროლოგია არის და იქნება და შენ უბრალოდ ამით ცდილობ იმას რომ აი ხარ ახალი ეპოქა მოდის და რაზეც ანუ ჩავერთვები იმ ნაწილში რომ ერთია ინვესტორები angel ან რაღაცა venture ინვესტორები რომლებიც ციფრებს უყურებენ მაგრამ მეორე მართლა უნდა აღინიშნოს ის რომ ეხლა რეალურად რატომაც ეს პოდკასტიც ასევე იწერება და ეს რაღაც შენი საქმიანობა, ნინოს საქმიანობა არის რომ რაღაც artificial intelligence-თან ერთად სულიერების კონტენტზე მოთხოვნაც ანუ იზრდება და კიდევ უფრო გაიზრდება და ეგ მართლა ანუ ისეთი მოთხოვნადი პროდუქტია რაც არ უნდა ვთქვათ რა და ეგ ინვესტორებიც ან დარწმუნებულია რომ კიდე მეტი დაინტერესება იქნება და თუ ვინმე ინვესტორი უყურებს ამ პოდკასტს ეხლა არის დრო რომ ბორცე მოხვიდეთ იმიტომ რომ ბიზნესმენია ეზოთერიკი არ არის ორივე ჩემო ძრფასა უნდა იყო light worker-ი და არა light slave-ი იცი რა აი ინვესტორები ახსენ და ბარემ აუდიტორიასაც საინტერესო ალბათ როდისთვის უნდა ველოდოთ მოკლედ სტარუმსის ოფიციალურ მონათებას ოფიციალურ live-ს თუნდაც ბეტას ბეტა ტესტერებზე უკვე გქონდა ეხლა უკვე აქვს მეორე იტერაცია და ოფიციალური ლონჩი იქნება ძალიან მალე და აქვე უნდა შეგიპიროთ რომ ოფიციალური ლონჩი რო იქნება მე კიდევ უნდა მომეწონიო რა ვისაუბროთ უკვე მე ხო ხა ხა ეს ხუმრობით რა თქმა უნდა თქვენ არა ის ხუმრობით არ ყოფ light worker-ი და არა light slave ძალიან მალე იქნება ოფიციალური ლონჩიც და გაიშვება ოფიციალურად პლატფორმა და ხა აუცილებლად არ გამოგაპარებთ მოკლედ მაგ მოვლენას, იმიტომ რომ მგონია რომ მართლა ძალიან ბევრ რაღაცას შეცვლის ჩვენს რეალობაში, იმიტომ რომ აი წეღარაც ახსენე ლევან რა იმდენად იცვლება უკვე სხვა ენერგეტიკა არის, აი ბუნიოვის მერე კიდე უფრო სხვანაირად ვარ მაგალითად და ვისაც ცოტა განატიფებული გვაქვს შეგრძნება აი ენერგიების ხო გრძნობთ და გრძნობთ უფრო მეტად იმიტომ რომ აი ეს დაბნელებებიც რა არის რა ეხლა დერეფანში ვართ და ეს დაბნელებებიც არის ის რომ არ არის თავისთავად ცუდი უბრალოდ ის ადამიანები ვინც აი ამ რაღაცებს არ აღიარებენ და ცხოვრობენ როგორც ჩვენ ვეძახით მხოლოდ მატერიაში უფრო ჩააჭერთ იმათ და ცოტა ნავიგაცია გაუჭირდებათ რა. მაგაზეც ვთქვათ ეხლა რა ეს დაბნელების კორიდორი ბევრი ეს ტერმინს ვამბობ და ადამიანები ვისაც ეს კონტენტი საინტერესოა, მაგრამ ჯერ ბოლომდე არ რეზონირებს, აი აღწეროთ ზოგადად ადამიანური შეგრძნებების დონეზე რა ხდება, მაგალითად რაც დეპრესია იმატებს თუ რა იმატებს და ეს ბუნიობა ახსენებ მაგის მერე სულიერ ენერგეტიკულ თუ უბრალოდ ხასიათის დონეზე თან მარტივად რო ვთქვათ რა ცვლილებები მიდის ადამიანებში. ხო, ძირითადად არის რომ
ფიზიკურ დონეზე თავის ტკივილები, უენერგიობა იმატებს ადამიანებში, ემოციურ დონეზე გაღიზიანებადობა, შეიძლება ისეთი თემების მიმართ, რომელზეც მანამდე არ გქონდა ესე ძალიან დიდი რეაქცია, ეხლა შენ შეატყო რომ ძალიან რეაქტიული ხარ, ზედმეტად იმაზე მეტად კი ვიდრე მანამდე იყავი ურთიერთობებში პრობლემები, იმიტომ რომ მით უმეტეს ეხლა კონკრეტულად რა დავნილების ტელეფონსაც გავდივართ, ამასთან ერთვის რეტროგრადული მერკური, ვენერაც რეტროგრადულია. მოკლედ ხალხო, ეხლა არ დაშორდეთ. დაიცადეთ თუ რამე. ცოტახანი დაიცადეთ და სამუშაოა, ეხლა კარგი სამუშაო, ურთიერთობაზე გიგებს რაღაცა. წმენდები და მუშაობები, ხო, წმენდები და მუშაობები ძალიან აი ხა ისეთი არის რა, მართლა პირიქით აი ეს დაბნელების დერეფანი მიუხედავად იმისა, რომ აი რაღაცა ყევებს და ასე ვთქვათ შეზანზარებებს იწვევს ადამიანში, მეორე დადებითი ამას ის აქვს, რომ ხელსაყრელი და სახარბიელოა მუშაობისთვის და კარგი პერიოდი მაქვს ხოლმე. აი როგორ იცი, როგორ ფოკუსირებული ვარ, წავ გავაკეთე 1000 საკრე გავაკეთე და ანუ ეგ უკვე ნიშნავს, რომ შენ დაბნელებების კორიდორი რეალურად გაძლევს იმის საშუალებას, რომ მატერიალურ სამყაროში აი მაქსიმალურად ეს ქაოსი ენერგია, რასაც ხები ვერ იყენებენ, აიღო და აი ამოძრაო რა. იცი რატო ნინო, ხო? თმაგაზე მაგ მე ძალიან კარგი პასუხი რატო, ხო შენ მაგალითად ან მე. იმიტომ რომ ჩვენთვის დაბნელებების დერეფანი სულ არის მანამდეც, ანუ ნახე, ის ენერგია. მე მანამდე უფრო მაჭერს ხოლმე, სანამ დაიწყება დაბნელების კორიდორი ან რაღაც ეგეთი რაღაცა. ხო და რო ჩაგაჭერს და შენ არ დაიკიდებ და არ უგუებო მაგ ჩაწერას. აყვირდები უკვე, სანამ წინა პერიოდშივე, ანუ ყოველთვის ეგრეა რა არ უნდა იყოს რეტროგრადის შემოვა, სანამ შემოვა, pre-retrograd მოდი რეტროგრადიც ახსნათ. რეტროგრადი არის, ნუ ჩვენ ბურთ დედამიწაზე რო წარმოვიდგინოთ, ილუზიური რაღაცა, რომ უკან მოძრაობს პლანეტა, იმიტომ რომ არის გაცდა კაროჩე რა, მაგრამ ეხა ესეთ plane-ზე, ანუ ვერც გაიგებ. ესეთ plane-ზე. ეზოთერიული დაშეიმება შეიძლება. არა, ესეთ plane-ზე რო წარმოვიდგინო, plane რა არის სიბრტყე, ხო? ანუ ესეთ სიბრტყეზე რო წარმოვიდგინო და ზემოდან საათის მექანიზმი რო წარმოვიდგინო, ანუ ზოგი პლანეტა ჯერ ესე მოძრაობს და მე რაღაც მომენტში უკან წავა. ანუ ეგეთი ხო ეს ოპტიკური ილუზიას მართლა უკან კი. ხო და მაგას ვამბობ ახლა. ოპტიკური ილუზიას ეძახიან გლობალისტები, დედამიწელები და ანუ ის დედამიწელები, რომლებიც არიან ორად იყოფა დღეისობით, მაგრამ კვანტური რო არის და დედამიწა ვაფშე ენერგეტიკული ბურთი რო მინუსი და პლუსი ენერგიებია და აი ამ ენერგეტიკულ Taurus field, Donatis field-ში რო შუაში არის რეალურად ანუ მართლა ენერგია რო აიღო შუაში არის ეს მთელი მატერია მოქცეული, სიმყარე, აი აქ არის ზუსტად ეგეთივე რაღაც ველია, ანუ ეს არ არის რაღაც ძალიან სხვანაირი წარმოდგენა გვაქვს დედამიწაზე და თუნდაც ვარსკვლავებზე ახლა ბევრს გონია პლანეტები და მზის სისტემები და რაღაც ეგ ვარსკვლავები კი არ არის, ეგ არის პლაზმა, ეს არის ენერგია, რომელიც ზუსტად ეს ენერგია განსაზღვრავს შენთან რა მოვიდა და ანუ რაზე ჩაგაჭირა. რეტროგრადი მაინც რო უკან მავალია, ანუ ნახე და რევერს და შენ აი იცი რა არის იმის შესაძლებლობა გაქვს რომ ფილმი უკან გადაახვიო და რაღაცა პრობლემები თუ იყო დაასრულო რაღაც საქმეები თუ ქონდა რა გამორჩენილი ანუ გადაავლო თქვა მე ეგრე ავსნი და იმ პლანეტის აი მაგალითად ყველა პლანეტას თავისი ენერგია აქვს და თავისი თემები აქვს რომელსაც განაგებს აი მაგალითად მერკურის შემთხვევაში მერკური არის კომუნიკაციები ტექნოლოგიები ტრანსპორტი ხო გონება ამიტომ აი legs რო ეძახით რა აი ლეგინგი შეიძლება იყოს გონების რაღაცა უცებ ვერ გაიხსენო კომუნიკაციაში არის პრობლემა შეიძლება ერთი რაღაც კითხვა შენ მეორე გაიგო ტრანსპორტში ხა მაგალითად რომ მოვდიოდი აქ ავარია შემოხდა და ყოველდღე ხდება ძალიან ხშირად რომ აი ეს რაღაცები და აი ეს awareness აი გაცნობიერებულობა ზოგადად იმისი რომ შენგანა შეცვლი იმით რომ დაუშვათ სტარუმზე შემოხვიდე და გაიარო ასტროლოგიური კონსულტაცია კი არ შეცვლი იმას რომ შენ რახან ამ კონსულტაციას გაივლი რეტროგრადული მერკური აღარ იქნება მაინც იქნება მაგრამ შენ გეცოდინება და შენ ინფორმირებულ გადაწყვეტილებებს უფრო ხილაძი ხარ საჭესთან უფრო იმიტომ რომ მე ვერ ვარ არა იმიტომ რომ ვიცი რომ ვიღაცამ შეიძლება ვერ გაატაროს ანუ მე მაინც არ ვზივარ ეგრე მაგრამ ანუ ეგ თემა მე პირიქით იმიტომ რომ ძალიან ცუდ მსხვილი ვარ შევიდა ქალები თუ უყურებენ დამეთანხმები იცი რა ხარი ეს პლატფორმის ამბავი რო ასე ვთქვათ სრულყოთ ამ პლატფორმაზე ადამიანები მიიღებენ რა ტიპის მომსახურებს ტაროლოგიას ტარო ასტროლოგია და ნუმეროლოგია ეს სამი ტიპის კონსულტაცია ეზოთერული
პლატფორმა. ნუ ეს არჩევს ადამიანი რაღაც პრეფერენციის რეიტინგის თუ რა პრინციპით. კი, ანუ პრეფერენციებიც იქნება, რეიტინგიც იქნება, შენ შემოდიხარ და პატარა კითხვას ავსებ. რომელიც გეკითხება რომ შენი ჯენდერი რა ინტერესი გაქვს? ხო, კი. შენი ჯენდერი ერთად. ხო, შენი ჯენდერი რა ინტერესი გაქვს, რისთვის შემოხვედი, რაზე ეძებ პასუხს? სიყვარულზე, ურთიერთობებზე, იქ რაღაცა მეგობრობაზე, თუ კარიერაზე, თუ ბიზნესზე, კარმაზე, შენს სულის მისიაზე თუ ასე შემდეგ, ყველაფერზე შეგიძლია რომ მიიღო პასუხი. შემდეგ ჩვენი AI გმეჩავს შენთვის სასურველ, ანუ მაგალითად ყველას აქვს თავისი ნიშა მაინც რა, რომელში არის ყველაზე მაგარი და იმის მიხედვით, ხო, ხეთზე და იმის მიხედვით ჩვენ გმეჩავს სასურველ პრაქტიკოსთან. ისიც გვაქვს უკვე ნასაუბრები, რომ ანუ სასწავლო კურსებიც შეიძლება იყოს, იმიტომ რომ აი ნახავთ რა სწავლობთ და უკვე ვემზადებით, რომ იცოდე ვიდეოები უნდა ჩავწერო. ბლოგი უკვე გვაქვს, ნუ ეს რაღაცა კურსები და რაღაცების უკვე სამომავლო თემა, როგორ განვითარდება თვითონ პლატფორმა. მაგას მომზადება ჩვენ მხრივ მაინც ვაპირებთ და მე. კი და ეხლა ჯერჯერობით არის ბლოგი, რომელსაც მაგალითად ნინოს შეუძლია რომ გამოიყვანოს თავისი ნუმეროლოგიასთან, კარმა ნუმეროლოგიასთან დაკავშირებული. აი მაგალითად შეიძლება თქვი წეგან რა, აი ადამიანები ვინც არ იციან, ვერ არკვევიან. შეუძლია მოვიდნენ, გადავიდნენ ბლოგზე და წაიკითხონ თითოეული რა არის მაგალითად ასტროლოგია რა შეეხმარება, ტარო რა შეეხმარება, ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ხო? მოდი ტაროს შენეულ გამოცდილებაზეც ვახსენოთ რა. ძალიან ხშირად არის ხოლმე ეს მომენტები და სკეპტიკა, რომ მოცეკაცო ეს ტარო წინასწარმეტყველებას მეუბნება, მე რა კონდიციაში იცოცხლა კი არის. არც ერთი არ არის, ორივე ერთად არის თუ ეს მარნეულელი მკითხავი აფერისტიკალია, რომელიც ამ ყველაფერს შლის თუ სადაური რა. აი შენთან ეგ რაღაცები როგორ დაალაგდა და ანუ როგორ აუხსნიდი იმ ადამიანებს, ვისაც ეგ სკეპტიკა აქვს და უბრალოდ კითხავს უყურებს ტაროლოგს ან საკუთარ კონდიციაზე ნერვიულობს, იმიტომ რომ მე ვიცი ადამიანები, ვინც ტაროს გაშლის დროს ნერვიულობენ, რომ აბა ეხლა რაღაც ესეთი ფიქრები არ მქონდეს, რომ ტარო არ ავრიო. თუ რაღაც ეგეთებიც ალბათ იქნება ფიქრები. ხო, იცი რა არის მაგ ადამიანს ვეტყოდი, რომ ნუ შიში ზოგადად ახლა არა, მაგრამ აი რაღაცა მათი ღელვა არ არის აზრს მოკლებული, იმიტომ რომ ტარო როგორც ასეთი, როგორც ინსტრუმენტი არის აბსოლუტურად ნეიტრალური. ის არ არის არც დადებითი, არც უარყოფითი. რაც ქმნის მას დადებითად, ან უარყოფითად არის, ასე წეგასობით, გამტარი, ანუ ადამიანი, ვინც ახდენს ინტერპრეტაციას იმ სიმბოლოების იმ არქეტიპული სიმბოლოების, რომელიც დატანილია ტაროს არკანებზე. ხო, ტარო არის ღრმა ფსიქოლოგიური არქეტიპულ ბაზაზე დაფუძნებული დასტა, რომლის ინტერპრეტაციაც ხდება გამტარის მეშვეობით, ანუ ის ადამიანები, ვინც ნერვიულობენ იმაზე, აქვთ სავარაუდოდ არასასიამოვნო გამოცდილება კონკრეტულ ადამიანთან ტაროსი. ამიტომ რომ ეს ადამიანი, ანუ გამტარი, შესაძლოა იყოს ან მაღალვიბრაციული გამტარი, ან დაბალ ვიბრაციული გამტარი, იმის მიხედვით თვითონ როგორ სიხშირეზეა, როგორც ადამიანი. ერთი არის რომ გეტყვი რომ უი, აი აქ რაღაცა ცუდი გელოდება, მაგრამ მეორე არის მე რომ გეტყვი ის რაღაცა როგორ დასო, ანუ როგორ მოაგვარო, როგორ მიუდგე ისე ამ რაღაცას ეხლა რა ჩვენში არის რა პრობლემა. ანუ ტაროლოგს ასევე ისიც უნდა შეეძლოს რომ აუხსნას იმ ადამიანს, რომ იცი რა აი რა უნდა გააკეთო იმისთვის რომ შენთან ეს არ მოხდეს. ეხლა რა ნაბიჯები უნდა მიიღო, რა ნაბიჯები უნდა გადადგა იმისთვის რომ აი ის რისი შიშიც გააქვს შენ რეალურად რასაც იწვევ, იმიტომ რომ ტარო ჩემი ასაკევებს. ანუ იმ ადამიანის ენერგიას კითხულობს და შენ ხარ ანუ ნახე მე წავიკითხე შენი ენერგია და აი რასაც ანიამობს რომ შენ ხარ გადმომცემი რა შენი ენერგია წავიკითხე მაგრამ ის რო გითხრა ეხლა რომ შენ ADHD გაქვს ნერვოზი გაქვს ის გაქვს ეს გაქვს და ცუდი გითხრა მარტო ანუ რა აზრი აქვს რომ გითხარი მე უნდა შემეძლოს ასევე გითხრა როგორ მოაგვარო ეს პრობლემა თუ მარტო პრობლემები მოგაყარე შენ მას მარტო ვერ მიხედავ ეს არის light worker-ის ანუ სინათლის გადაგებელს მომეზახიან და სინათლის აი worker-ი ანუ მუშაკის დავალება ეგ არის რომ შენ დაგანახოს ის ბნელი როგორ
ტრანსმუტირება როგორ გაუკეთო, ანუ გარდაქმნა სინათლეში. იმიტომ რომ დიდ სიბნელეს აქვს დიდი სინათლის ძალა. ხო, და იმის მიხედვით ბოდიშილოვან, იმის მიხედვით თუ ვისთან გაქვს ამ შემთხვევაში კონსულტაცია, შენი გამოცდილებაც არის შესაბამისი. იმიტომ რომ ტარო როგორც ესეთი არის ნეიტრალური და ის ადამიანი მე ატარებს და მოაქვს ინფორმაცია ისეთი ენერგოველიდან, რომელიც არის ან მიმართული რომ შენ სწორი ინფორმაცია მოგაწოდოს და შენი სულის განვითარებისთვის ყველაზე უფრო სასარგებლო ინფორმაცია მოგაწოდოს და ამას სხვათა შორის ტაროსთან სწორი მუშაობაც სჭირდება. შენ წინასწარ აუცილებლად რაღაც რიტუალებს ერთიც უნდა თქვა, რომ შენ რა განზრახვა გაქვს ამ ადამიანის მიმართ, ვის მოუხობ, რომ მოუხობ მის მფარველებს, რომლებიც შენ ამ ადამიანზე დაეხმარებიან ამ ადამიანს, რომ გაიყვალოს გზა, ხო? შესაბამისად, ის ვისაც ეს ინფორმაცია არ აქვს და აპრაქტიკებს ტაროს რაღაცა თავისებურად და ნას არ ვიცი, ახლა მე არ მინდა არავის ესაუბარი, რა თქმა უნდა, ხო? ან უბრალოდ ხო, თვითონ არის დაბალ სიხშირეზე. ხო, მანდ არის რეალურად გაცნობიერებაზე, რა სიხშირეს რო საუბრობთ, გაცნობიერება, რა დონეზე უფრო მაღალ გაცნობიერებული ადამიანი, მით უფრო ტაროც გამოსდის, ეზოთერიკაც გამოსდის, ისიც გამოსდის, ყველაფერი გამოსდის ისეთ ადამიანს რა. კაი, პირველი კიდე დავამატებდი. ანუ მომავლის თემაზე იკითხე შენ, რომ რამდენად კითხულობს ამ მომავალს. ნახე, ადამიანი თუნდაც და რასაც ცდილობენ რომ აკონტროლონო თავისი ისინი, ხო? იმ ადამიანს თუ აქვს ის განცდა, რომ მე ეს ძალიან მინდა და ახშფოთა რაღაც ექსაიტმენტია, თოვანებულია და მაგის მოსასმენად მოვიდა, რომ მე ეს ვუთხრა, მე ამას ვეტყვი. ანუ მე არ ვეტყვი, მაგრამ ნუ მე სხვანაირად ვამოფხოლმე საერთოდ, მაგრამ მაგიტომ არის კარგი, რომ შენ ტაროს შენ ტარო გაქვს მექანიზმი, ანუ ნახე, ის tool როგორ არის, ხელსაწყო ინსტრუმენტი, რომელსაც შენ აი როგორც AI-ის, ანუ ხელოვნური ინტელექტს უთითებ, ეხლა მე რა მინდა, რომ გავიგო ადამიანისგან, განა ის რა უნდა ამას რომ მოხდეს. არა, ეგ არ მაინტერესებს. მე ეხლა მინდა გავიგო ამის უზენაეს რაღაცა path-ზე, ანუ გზაზე, როგორ დავეხმაროთ რა და რა დავანახოთ. და საერთოდ შეიძლება იმ თემაზე მოსულიყო, რაც ძალიან აინტერესებდა, მაგრამ ანუ მე არასოდეს არ მაქვს პირადად, რომ რა თემა აინტერესებს ადამიანს. ანუ მე ვკითხულობ იმას, რა შავი წერტილები აქვს, რაც უშლის იმ თემის განხორციელებაში ხელს. და გარდა ამისა, ერთი ხო არ არსებობს, რა ვიცი, ანუ მე ზოგადად ზელანდის დიდი გულშემატკივარი და მოყვარული ვარ და როგორც ზელანდი იტყოდა და ამბობს, არსებობს ვარიანტთა სივრცეში, არსებობს უამრავი ცხოვრების ხაზი, ხო? შენ კითხულობ ტაროში, რომ მოდის კითხულობ ადამიანი ეხლა რომელ ცხოვრების ხაზზეა, შესაბამისად ამ ცხოვრების ხაზის სავარაუდო განვითარებას, აი მომავლის კითხვაზე რო თქვი, შესაძლებელია, თუმცა ხო, კი ბატონო, აი მის ენერგეტიკას ეხლა რა ტენდენცია აქვს, ცხოვრების ამ ხაზზე როგორ განვითარდება? კი, არის შესაძლებელი და ამას ვაკეთებთ კიდეც, ხო? მაგრამ აქვე დაშვება, რომ ეს ადამიანი იმის მიხედვით თუ როგორ განავითარებს შემდგომ თავის გზას, შესაძლოა გადახტეს და გადავიდეს ცხოვრების სხვა ხაზებზე. ხო, განსაკუთრებით, როდესაც ეუბნები, რომ კი ეს გამოგივა და გამოდის ვაფშე სხვა ენერგეტიკულ level-ზეა უკვე. მანდ ვეხებით ძალიან სენსიტიურ ემას, რა ქვია, თემატიკას რა, რაც დარწმუნებულია, რომ ორიოს პრაქტიკაში აქტუალურია, რომ ადამიანები აი როგორ დარწმუნებულია, რომ ძალიან ხშირად გეკითხებიან, რომ მოდინა ჩემი მისია რა არის. ძალიან ხშირად კი. ხო. ამას დაახლოებით როგორ ასე ვთქვათ, ტაროს დონეზე როგორ ერთია რომ ხო რაღაც ტენდენცია არის, საით მიდის, მაგრამ ტაროში არ მოდიან ხოლმე, ჩემთან მისიით არ მოდიან. ტაროში მაინც უფრო სხვა რაღაცებია. ჩემთან კი, ანუ ხო მისიას მე დავარქმევდი უფრო იმას, რომ ორი ყველაზე მნიშვნელოვანი და მნიშვნელოვანი არა, ხშირი კითხვა არის ერთი, რომ ურთიერთობები პირადი. პირადი მაინტერესებს. და ნუ ერთი ეს პირადი და მეორე ნუ აი მისიას ახლა სულის მისიას და შემდეგ მე მოვიაზრებ რომ ის საქმე თუ რა უნდა ვაკეთო მე და ეხლა რასაც ვაკეთებ აი ამაში პრობლემები დაბრკოლებები რაღაცა და აი ამის ნავიგაცია. ანუ ეს ორი არის ყველაზე აი ეგ როგორ ჩანს. მოკლედ ტაროს დონეზე მარტივად რო ვთქვათ რა, ერთი რა ტენდენციაში ადამიანი და მისი ზემე საუკეთესო ვერსია საით იქნებოდა. აი ამ ტენდენციებს თუ ხედავთ ტაროში სიტყვაზე არ ვიცი ეხლა არის როგორც ახსნე შე როგორც იყო ბიზნეს სფეროში და ამ ადამიანს აქვს რა ვიცი
შეხებით დაჰილვის უნარი მაგალითად რაღაც ესეთ დონეზე იძლევა. აი იცი რა როგორ ესე არ იძლევა პასუხს რომ აი ხა შენ გაქვს შეხებით დაჰილვის უნარი. ესეთი პასუხი არ მოდის. მაგრამ ეგ მოდის კარმონომეროლოგიაში. ხო, ეგ კარმონომეროლოგიაში, რომელიც ასევე იქნება სტაროპზე, მაგრამ აი მე ტაროს შევეხები, რადგანაც მე პროფესიონალურ დონეზე ტაროს ვაპრაქტიკებ. როგორ არის იცი რომ ამ შემთხვევაში როდესაც მეკითხებიან მისიაზე და ამასე შემდეგ, აქ ყოველთვის ირთვება ისევ და ისევ მათი რამდენად არიან თავიანთ გზაზე. აი ეს ჩანს. აი რამდენად შენ სხვისი კარის ჩემ როგორც მაგასაც ზელონს მოვიშველებ, რამდენად შენ სხვისი კარის შემტრევას ცდილობ თუ შენს კარში შედიხარ, ეს ჩანს და შესაბამისად მე მიმართულებების მოცემა შეუძლია. მაგრამ სხვისი კარის შენგრევის ვარიანტიც შენ ცხოვრებაში მაინც არსებობს. თუ ზედმეტად ძალიან გინდა, კაროჩე, ანუ ეგეც ანუ შენი ბედის შეცვა მე ძალიან ბევრჯერ მაქვს გაკეთებული. კი, აქ ჩანს მარცხენა და მარჯვენა ხელის ხვაობებში მე მასწავლე. ხო, კი, მაგაში ხო, აი რას ვუწევთ რომ მიმართულებები ჩანს. მიმართულება ჩანს და ასევე ის ჩანს რომ აი მაგალითად შეგიძლია ერთ წამს ანუ შეგიძლია შეცვალო. კი, შეგიძლია. ანუ თავისუფალინება მაგას ქვია. ზუსტად ხო? და აი ეგ არის ზუსტად რა რომ აი შენ როგორც პრაქტიკოსმა თუნდაც ტაროს პრაქტიკოსმა ხო ადამიანს ჩემი ყოველთვის მისია არის ხოლმე ესეთი ესე მგონია რომ აი იმას მავალებენ რომ ადამიანებს დავანახო რამხელა თავისუფალი ნება გააჩნიათ რეალურად რა და ის რომ შენ ტაროს კი არ უნდა იკითხებოდ იმიტომ რომ აი რას ნიშნავს თუნდაც ეს სიტყვა რეზონირებს ისედაც შენშია ეს პასუხები აი შენ რო ტაროსთან მოდიხარ ტარო რა არის ხო რეალურად არქეტიპული დასტა, რომელზეც მეც რომელიც ვკითხულობ, ჩემი კოლექტიური არაცნობიერიდან მომაქვს ეს ინფორმაცია, იმიტომ რომ იქ უკვე არქეტიპების სახით გამჯდარია უკვე ეს ინფორმაცია, უბრალოდ მე ინტერპრეტაციას ვახდენ შენი პრობლემიდან გამომდინარე, შენი საკითხიდან გამომდინარე, ხო? შესაბამისად შენ როდესაც მოდიხარ ტაროს კითხულთან და იღებ ამ პასუხებს, რატომ გაქიცი აჰა მომენტი და ვაუ რაღაც საიდან, იმიტომ რომ შენშიც არის ეს ინფორმაცია არაცნობიერად და მე ცნობიერად ამოგაქვს და ამუშავებ. ხო. ძალიან საინტერესოა. მე ასევე ურთიერთობები ახსენე რა და ყველაზე მეტი მაგ მიმართულებით გაქვს როგორც კოუჩინგი, ასევე კოუჩინგიც და ტაროც. აი, რას ეხა ტრადიციულად ყოველთვის რაღაც პოდკასტამდე თუ საუბრობთ რაღაცა ერთი შეუცნობელი არსება მეორესთან ურთიერთქმედებს სამხელა ალიაკოთია და ეგ რავი ერთი პოდკასტი მოვითავეთ უკვე ჩვენს საუკუნეებია ესე ხდება მაგრამ ეხლა ასე ვთქვათ ტრენდი საით არის რა პრობლემით მოდიან ურთიერთობის ასპექტში ადამიანები და დღევანდელობაში რა არის ასე ვთქვათ ესეთი ცნობილი და ძალიან პოპულარული მიზეზი ამ ყველაფრის რა. ხო, მიზეზი მე მგონია რომ არის როგორ კონტროვერსიულადაც არ უნდა ჟღერდეს თანამედროვე ცხოვრება, ტექნოლოგიები, იმიტომ რომ ადამიანებს აქვთ მეტი საშუალება ბევრად იმის რომ თვალი ადევნოს ხვის ცხოვრებას Instagram-ზე, ხვის ურთიერთობებს, იდეალურ ურთიერთობებს Instagram-ზე, რომელიც რა თქმა უნდა რომ იდეალური არ არის. და უბრალოდ ესეთი ილუზიაა რომ ვიღაცას იდეალური ურთიერთობა აქვს და შენ მე იქ პატარა პრობლემაც რო გექნება ურთიერთობაში, გგონია რომ დამთავრდა ყველაფერი და ჩამოგექცა ქვეყანა თავზე, იმიტომ რომ აი ნინოს ძალიან მაგარი ურთიერთობა აქვს თავის შეყვარებულთან, ან ქმართან და ასე შემდეგ და ჩვენ ურთიერთობაში კიდე პრობლემებია ერთი ეგ. და მეორე ის რომ ზოგადად მე ამას ვამბობ ხოლმე ხშირად რომ და ისედაც თქვა უნდა ბევრი ადამიანი საუბრობს ამაზე, ჩემი აღმოჩენილი არ არის, რომ ყველა ადამიანი, ვისაც ცხოვრებაში ვხვდებით, აბსოლუტურად არის ჩვენი სარკე. ანუ ის გვანახებს ჩვენ რა თემაზე გვაქვს სამუშაო, რა გვაქვს დასამუშავებელი, სად გვაჭერს ეს ყველაფერი და მით უმეტეს ის ადამიანი, ვისაც ურთიერთობაში ხარ, ანუ შენი პარტნიორი არის პირდაპირ სარკე, რომელიც აი გახედებს შენს თავს თვალებში და ადამიანები, რომლებიც ამას ვერ იაზრებენ და ვერ აცნობიერებენ, რომ ეს პარტნიორი არის შენი სარკე და შენ გაჩვენებს შენში დასამუშავებელ მტკივნეულ წერტილებს, ხო? მიიჩნევენ, რომ იმ ადამიანში არის პრობლემა და შესაბამისად ხდება ჯერ კონფლიქტი და შემდეგ რა თქმა უნდა ამის ძიება, პასუხების ძიება, ხო? ამიტომ მაგაზე საუბრობთ სხვათა შორის, რომ ეხა შედარების დონეზე რა ვთქვათ რა დღეს ამ ტექნოლოგიურმა განვითარებამ ასევე მოიტანა
ჭყალებში დავარქვათ, ძალიან რელიგიურად კი არა მარტივად, მარტივი ცდუნების საშუალება, დისკომფორტის წინ დადექი, რაღაცა პრობლემები წავიდა და მოდი კაცო, სავსე მაქვს Instagram-ის რეკვესტები, განსაკუთრებით ეს გოგოების შემთხვევაში და რა ვიცი, და ასევე ეხლა მარტივი გამოსავალი. ხო, მარტივი გამოსავალი რა და ეგ მაგან მე მგონი კიდე უფრო გაართულა, ხო, იმიტომ რომ ადრე უფრო მეტად ასე ვთქვათ, რაღაც ოჯახი რო იქნებოდა ან ურთიერთობაში რო იყვნენ ადამიანები, რაღაც ამდენი ყოველ წამში რაღაც ნოტიფიკაციები არ მოდიოდა და ამდენი ეგრეთ წოდებული plan B არ არსებობდა გონებაში, რომელიც ასე ვთქვათ, ამ კრიზისების დროს მოდის ხოლმე ადამიანებში. ხოისია, აი მაგას რამდენად ხედავ რომ დაარტყა, მე მგონი ხო ძალიან დაარტყა. კი, ოღონდ რა ხო, ოღონდ აი რისი რაღაცა რა მინდა რომ კარგად თქვა რომ აი ამან დაარტყა და ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მაგას, მაგრამ აი არ მინდა ესე გამომივიდეს რომ თითქოს ადამიანები ყველაფრის მიუხედავად უნდა დარჩნენ ურთიერთობაში. რა თქმა უნდა, ეს არ არის, მაგრამ აი ის რომ შენ გაქვს მარტივი გამოსავალი მე ეგრე მე მაგას ხო ანუ კაი მაგას შენ კითხავ მე სხვათა შეთანხმდა რაღაც კითხვა ნინოსთან ხო აი ნახე შენს არა იცი არის შენ იმითი რომ იმის ბრალია ის არის ნარცისი ის არის манипуляტორი ის არის არ ვიცი ბევრ სახელებს და იარლიყებს ვაწებებთ ხოლმე ადამიანებს და უბრალოდ სანამ ამ იარლიყებს მივაწებებთ ხო აი ყველაზე ესეთი მთავარი სამუშაო რაც არის რომ ჩვენ ჩავიდეთ ჩვენს თავში ჩავატრიალოთ ხო ეს ყველაფერი რომ ჩვენ რითი გამოვიწვიეთ ჩვენ რატომ მივიზიტეთ საერთოდ ეს ადამიანი იყოს ნარცისი, კარგი ხო, დაგეთანხმები რომ არის ნარცისი, მაგრამ შენში რა ენერგიაა, რომელმაც დაამანიფესტირა შენ ცხოვრებაში, ნარცისი პარტნიორი. თორე ისე თუნდაც შეიძლება შეხვედროდი, მაგრამ ესე ახლო ურთიერთობა ხო, გავულიდი გვერდზე და იტყოდი რომ რა ვიცი, ნარცისი ადამიანი და წახვიდოდი ჩაიგვიდი გვერდზე. შენ რომ აი ეს ნარცისი გატრიგერებს იმ დონეზე რომ შენთვის მომხიბვლელია აი ეს ცხელი და ცივი თამაშები და ხან მოგწერა, ხან არ მოგწერა და დისტანცია და ხო ასე შემდეგ. შენთვის რომ ეს მიმზიდველია და შენ რომ ამას ეკიდები. ნარცისებს მარტო ეგარახას გას. არ მარტო ეგარახას. ნარცისებსაც ალკე პოდკასტია ჩასაწერი, იმიტომ რომ ანუ სერიოზული ის არის, ნუ დაავადებას ვეძახით ხო, მაგას და დღემდე ანუ როგორც ესეთი კურნალობის გზა თურმე არ არსებობს რა. ამ დროს ნუ მე ვფიქრობ რომ მივაგენი კურნალობის გზას და ძალიან მარტივად მოვიდა ეგ პასუხები ჩემამდე. ამიტომ ანუ მარტო ეგ არ არის ეს hot and cold-ი, ანუ აი პირველი საფეხურია რაღაცა. მაგას ვიტყვი ხო და აი თავიდან მაგას აი თუნდაც ურთიერთობის საწყის ეტაპზე ადამიანი რომელიც არ გაჩვენებს რომ ინვესტი როგორ არის, აი რომ ამ ურთიერთობაში არის ბოლომდე და მონდომებულია და რაღაცა რატო გიზიდავს, რატო ხიბლავს ხო? რა არის განსაკურნი შენში? ჩაატრიალე და თუ აი რა არის განსაკურნი ზედათ შემთხვევებში არის ვალიდაციის მიღების პრობლემა. ხო, რომ აი მე თუ ამას მოვაბრუნებ ჩემკენ, მე თუ ამას ვაიძულებ საბოლოოდ რომ შემიყვაროს და მაღიარებს რომ უყვარ ვარ, ჩემში ის ბავშვი, ის შინაგანი ბავშვი, რომელსაც ბავშვობაში მშობლისგან აკლდა ის რომ იმასაც ცხელდაცივ თამაშს ეთამაშებოდა და თუნდაც აი silent treatments რო ეძახით ჩუმი მოპყრობა ხო იქ რაღაცა დააშავა ბავშვმა და ამაზე ეპყრობა ისე რომ ხმას არცემს რამდენიმე დღე ეს უკვე ხო არის ბავშვის უგულებელყოფა იმ მომენტში ხო და ბავშვმა რაღაცა უნდა გააკეთოს რომ მოიპოვოს მერე დედამისის ან მამამისის ასე ვთქვათ ყურადღება და გადათამაშება ხდება იგივე სცენარის ოღონდ ზრდასრულ ცხოვრებაში, როდესაც შენი შინაგანი ბავშვი არ ყავს განკურნებული, შესაბამისად აპროეცირებ ამ ყველაფერს და შენ ფიქრობ, რომ თუ ადამიანი ამ შემთხვევაში ევოიდენტ ადამიანზე ვისაუბროთ, ხო? თუ ევოიდენტ ადამიანი გაღიარებს, რომ შენ კი მიყვარხარ კარგი საბოლოოდ, მიყვარხარ მოდი ერთად ვიყოთ და დავქორწინდეთ, შენ მოიგებ იმ ომს, რომელიც დაიწყე ბავშვობაში. იცი რა არის ძალიან არიგებ ამ დროს. ამ დროს არიგებ ხო? რა თქმა უნდა. ძალიან მნიშვნელოვანია ალბათ იმ ნაწილსაც შევეხოთ, რომ აი coaching-ის დროს რაც მინახავს, აი არიან ცალკე coach-ები, რომლებიც ამ ვსაუბრობთ avoidance მიმართულებით მუშაობენ საერთოდ ურთიერთობებში და ესეთ ტიპებზე, რომლებიც რაღაცა ეს ვიწრო ნიშა აქვს, ხო? ცივ-ცხელ თამაშს თამაშობენ და აი ამ ადამიანებს ზოგადად ძალიან ისე ეძახიან, რომ
avoidant-ი თუ შეგხვდათ ესე და ესე, ანუ ძალიან რასაც ვაკვირდები ხოლმე პოლარული ის მიდის ხოლმე ლაბელიზება ლეიბლინგი რა ის avoidant-ია ის ხო რასაკეთებ მან ოკეი რასაკეთებ ხო შენ რასაკეთებ ანუ მაგ დროს რა უნდა ქნა ურთიერთობა გაიქცე ეგ ტიპს ანუ ეგ არ არის გამოსავალი ანუ warning-ებს აგზავნიან ადამიანი მარტო რომ აი გასწავლი avoidant ტიპი როგორ დაინახო მაგრამ ისე ხო არ არის ეხა შენ როგორც თქვი რომ რეალურად ეს ტიპი ვისთვისაც ნარცისული თამაშები მიმზიდველი იყო მასაც სამუშაო და დასაქმებული აქვს და ეს ტიპიც რაღაც avoidant ტიპების ფსიქოლოგიაც რაც წაკითხული მაქვს არის რომ ამასაც ბავშვობაში ყურადღება აკლდა რაღაცა აკლდა და საბოლოოდ ორი დასახილი ადამიანი ერთად თამაშობს ამ ცივცხელ თამაშს და ერთმანეთის ბავშვებს ატკენენ, ხო? კი, კიდევ უფრო ტკენენ და ტკენენ, მაგრამ რა თქმა უნდა, ესეც მათი ზრდისთვის არის და საბოლოო ჯამში ყველა გამოცდილება ჩვენ გვეხმარება იმაში, რომ ანუ ყველა გამოცდილება ჩვენ ცხოვრებაში უნდა იყოს და ესეც არის, იმიტომ რომ ჩვენ გვეხმარება საბოლოო ჯამში იმაში, რომ მივიდეთ საკუთარ თავამდე, მაგრამ მან კიდევ მეორე პრობლემაც დგება, თუ გადალახეს ეს ეტაპი, რომ მაგალითად საწყის ეტაპზე არ გაიჩითა ეს avoidance და ასე შემდეგ თემა და როგორღაც მივიდნენ და შევიდნენ ქორწინებაში, მანდ უკვე იწყება ორ ადამიანს შორის ქორწინების შემდეგ ღრმა ტრანსფორმაციული პროცესები, სადაც ორივეს ერთმანეთში ხედავენ თავიანთ თავს და ძალიან ბევრი წყვილი იმას, რომ აი ეს რაღაცები ხდება, ეს დინამიკა ხდება და ტრანსფორმაციული პროცესები ხდება, ვერ უძლებს ამ ყველაფერს და იშლება, ინგრევა, ასე თქვათ, ოჯახები, მაგრამ სხვათა შორის სანამ შემოვიდოდით პოდკასტში მე და ნინო საუბრობდით და ვერ დავასრულე, ეს ნინო ძალიან მინდოდა რომ შენთვის ეგ მეკითხა, იმიტომ რომ ნინოს აქვს ძალიან საინტერესო მოსაზრება ამასთან დაკავშირებით, რომ აი ეს დინამიკა, რაც თოლქმარ შორის არის, არ არის მხოლოდ თქვენ ორის დინამიკა რა და ეს მოდის ტრანსგენერაციული ტრავმებიდან და აი ძალიან მაინტერესებდა ნინო შენი მოსაზრება მაგაზე. Solution-ი რა არის? ანუ მან დრო, ანუ avoidant-ია თუ რა არის, ნარცისია, ვინ არის, რა არის? ოკეი. აი ეს არის, რაც არის ახლა. ანუ რას უშვები ამას? უნდა დავშორდე? უნდა მოვერიდო? არა. ანუ ეს არის ძირითადი პასუხი, რომ აი ნარცის, всё, გადააგდეთ, ნარცისი აღარ გაეკაროთ. ეგეთი ის მქონდა მეც რა, ანუ დამოკიდებულება, იმიტომ რომ ძალიან ბევრი მქონდა მაგაზე ნაკითხი. მაგრამ რა ხდება ახლა, როგორ შეიძლება, რომ შენ იმ ადამიანთან, რომელიც შენამდე მოვიდა, ანუ ჯერ ერთი თუ დაშორდი, შენ ესე იგი გაკვეთილი ვერ გაიარე. და თავიდან გექნება გასავალი, ოღონდ პავლე ერქმევა. ხო, და არა მარტო თავიდან გექნება, პლუს კიდე ერთი გაკვეთილი დაემატება იმაზე, იმიტომ რომ უკვე ერთი რაღაცა, ანუ ვერ გადალახე და ანუ წარმოიდგინე შემდეგ ეტაპისკენ წახვედი, თითქოს აქედან გაიზარდე, გაიგე, არაფერი არ გაზრდილ ხარ, ანუ ჯერ ეს ვერ გადალახე და გაიქეცი. ანუ შესაბამისად რა, ანუ ამ ადამიანთან რო ხარ ურთიერთობაში, შენ უნდა დააკვირდე შენში რა არისო წეღანო ვამბობდი, სარკეაო, ხო, სარკეში რო იყურები, რას ხედავ? შენ საწინააღმდეგოს ხედავ. ანუ ხვდები რას ვამბობ? კი. ანარეკლი არის საწინააღმდეგო. შენ რაც გაკლია, მაგალითად, ნარცისზე რო ჩავწერე, ხო? ეგოს არქონის პერიოდში რა არა აქ ადამიანს? ნარცის რა აქვს ზედმეტი? ეგო. ანუ ნარცის აქვს ერთი მასკა, ზემოდან მეორე მასკა აქვს დაყენებული, რომ ეს მასკა არავინ არ დაინახონ. ანუ ეს შენ თუ ხარ ანი, ხო? ანუ ჯანაშია და ეს მასკა გიკეთია, ხო? ეგო და მე ნინო პაიჭაძე, რაც არ უნდა გვიკეთია. ანუ ნარცის აქვს ზემოდან კიდე ერთი მასკა, რომ ეს არავინ არ დაინახოს და ამის დანახვა თვითონაც არ უნდა, არ უყვარს თავისი თავი. ანუ ნარცის აქვს უზენაესი უსიყვარულობის დონე საკუთარ თავში, ხო? ანუ შენ უნდა გაერკვე ერთის მხრივ, ვისთან გაქვს ურთიერთობა და რა ტიპის პრობლემა აქვს, მაგიტომ ხო. ანუ მე უნდა ჩახვიდე შენ თავში, რომ შენ რატომ მიიზიდე ეგ? ანუ მე თუ ეგო არ მქონდა, მე მივიზიდავ ნარცისს, იმიტომ რომ მე არ მაქვს self boundaries, ანუ ჩემი პირადი საზღვრები რახან არ მაქვს, ანუ ჩემი მასკა რახან ვაფშე არ მაქვს. ანუ მივიზიდე ისეთი ადამიანი, ვისაც ორი მასკა აქვს, იმიტომ რომ მე მასკა უნდა მქონდეს.
და გიკომპენსირებს იმერთ მიკომპენსირებს, ანუ რას მასწავლის, ოკეი, მე უნდა ავიღო მასკა, მე უნდა შევქმნა ჩემი თუ პირადი ურთიერთობა მინდა, ურთიერთობაა მანდ უკვე, ხო? ორი ადამიანის ურთიერთობა უნდა შექმნა, ხო? ანუ ის ადამიანი იღებს, ანუ შენი მეორე ნახევარი იღებს იმაზე პასუხისმგებლობას, ორი მასკით იაროს, იმიტომ რომ შენ მასკა არ გაქვს. ანუ და შენ გწყინს რომ აი მე როგორ მივიზიდე ესეთი კარგი ადამიანმა ესეთი საზღარი. ანუ შენ ხარ მსხვერპლი და ის არის მსხვერპლი. არა, ეს მსხვერპლობა გადააგდეთ ყოველთვის რა, ანუ მსხვერპლი იყო იესო მაშინ რა. მაგრამ იესო არ ყოფილა მსხვერპლი, იმიტომ რომ არ ხედავდა თავის თავს ეგეთ პოზიციაში, იყო მხსნელი. ანუ შენ შეგიძლია მსხვერპლი თუ იჩითები ურთიერთობაში, შენ შეგიძლია იყო მხსნელი. როგორც კი ვარდებით მსხვერპლის კონდიციაში, დაინახეთ თქვენი თავი, როგორც იესო. ანუ იესოს უმაგას ამბობდა, რომ ანუ მე ვარ გზაო, ანუ დაინახეთ თქვენი თავი, როგორც იესო და იყავი იმ ადამიანისთვის მხსნელი, განკურნე ის ადამიანი, ანუ შენი დავალება მოგიტანეს აქ. აქაც მარტივი გამოსავალია, იცი, იარლიყი, ნარცისი წავედი, იარლიყი, მანიპულატორი წავედი. ხო, შენ რატო იზიდა? იარლიყი ჩითერი და წავედი. შენ სუყურო ჩემკერა. არ ვიცი, იმიტომ რომ მამაკაცი გქონდა. საერთოდ ხო მამაკაცია ეს როგორ ტანჯვისთვისა შექმნა. ხო და მაგრამ ნინო ასევე აბსოლუტურად ყველაფერში გესახმები და ასევე მინდა უბრალოდ ვახსენო ეგეც, რომ არიან ხოლმე ადამიანები, ჩემთანაც მოდიან მათ შორის, რომლებიც ძალიან კომფორტულად არიან მსხვერპლის პოზიციაში და საერთოდ არ უნდათ მსხვერპლის პოზიციიდან და რა ხდება მაგ შემთხვევაში? და ვერ გამოიყვან ძალით. რა მე ესეთი ადამიანები არ გამოიყვან. ნარკომანია ჩვეულებრივი ვერ გამოიყვან ნარკომანს თუ თვითონ არ გადაწყვეტა რომ უნდა მანდიდან გამოსვლა. ჯერ ერთი რატო? იმიტომ რომ სხეული როგორც ნარკოტიკს ეჩვევა, ანუ მიეჩვია ნარკოტიკს და უნდა უკვე, იმიტომ რომ ის ცხიმში და რაღაცა, აი აქ ეს ნარკომანია და უკვე ყველგან სხეულის უჯრედები ყველა ვიბრირებს მაგ დრაგზე რა, ანუ მაგ ნარკოტიკზე. ზუსტად ეგეთივე ნარკოტიკია ნებისმიერი ცუდი თვისება. თუნდაც ის რომ ხარ ეგოისტი, ან თუნდაც ის რომ რა მიხსენა წეღან რაღაც მაგალითი რაც მოიყვანა. მანიპულატორი? არა, ანუ მსხვერპლი, ანუ თუნდაც ის რომ ხარ მსხვერპლი და მე მსხვერპლი ვარ და თაიმე რასაცადე რაღაცა და ანუ მე ძალიან ბევრ დაუწერია ჩემთან, როდესაც ურთიერთობებზე ვაძლევ რომ არ წახვიდეთ ურთიერთობებიდან. ანუ თქვენ თავში დაიწყეთ მუშაობა, დაიწყეთ ანალიზი, დაიხმარეთ ხალხი, არ ვიცი, ვინმე, ფსიქოლოგი, ანალიტიკოსი, ლაითვორკერი, სტარუმსი, whatever, ანუ პროგრამისტი, ანუ artificial intelligence, დაგუგლეთ, წაიკითხეთ და არა გაიქცეთ, იმიტომ რომ აი ადამიანებს რომ ურტყავენ და კლავენ, აი როგორ ამბობ ესეთ რაღაცებს. ბიჭო, ის მაგ მომენტში იმ დონეზეა მსხვერპლის პოზიციაში ჩავარდნილი და ეს წეღან ცრუ ეგოო და კარებებს გიკეტავს, ხო? ანუ შენ თვითონ სანამ არ შეცვლი მაგას და არ გადაწყვეტ რომ მორჩა ჩემი მსხვერპლობა. არა ის ფიქრობს რომ ბოლომდე სანამ არ აი მე სადამდე გამწირავს, სადამდე მათრევს თმებით, სადამდე მირტყავს, ანუ გონია რომ როდესმე შეეცოდება, შენ არ გეცოდება შენი თავი და როგორ უნდა შეეცოდო იმ ადამიანს. ხო, ანუ შენში რა ენერგიაც არ არსებობს. სხვაში როგორ წარმოიშვება იგივე შენს. ზუსტად, ანუ სარკე, ისევ. მე სანამ ტირი ვარ, რას დავინახავ სარკეში? ტირის სარკე. მე სანამ არ დავიწყებ რომ მიჩვეული ვარ ტირილს, გაიგე? აი მე ტირებას უმარა всё, გაჩერდი, იმიტომ რომ იცი რომ ტირილი ისევ ამას გითხარი ნინო რა ხო, კი, ანუ უნდა გაიღიმო, ყოველ ჯერზე უნდა გაიღიმო და პარალელურად მარტო ის რომ პოზიტიური გაზლაითინგი არ გვინდა აქ, რომ აი პოზიტიური ყველაფერი კარგია და ანუ იქ მიდიხარ მე რომ პოზიტივი, აი ჩემი ქმარი შეიცვალა კარგია და ამ დროს გამოგცხებს უკან, იმიტომ რომ შენ არანაირი ტრავმა არ დაგიმუშავებია და პროსტა არა მოგიტანია, არ დაფიქრებულ ხარ საერთოდ ეს გამოცდილება საიდან მოვიდა და აი შეიძლება საიდან მოვიდეს და ეხა კარმაზე გადავიდეთ, ხო? ეს შესაძლებელია მოვიდეს. ანუ გააჩნია რა თარიღში ხარ დაბადებული, გააჩნია რა თვეში ხარ დაბადებული, წელი, ეს ყველაფერი იმდენ რაღაცა, ანუ ძალიან დიდი. ნუ კარმულ ნუმეროლოგიამ დამოვიდეორ ამ შემთხვევაში. პითაგორაც ცალკე მოქმედებს, იქ ბევრი ნუმეროლოგია, საერთოდ ციფრები არის, ანუ ტაროსთან კავშირშიც არის, ანუ ტაროც უნდა იცოდე, ნუმეროლოგიაც რო წაიკითხო, ანუ ყველაფერი ერთად არის მან და ციფრებზე და მეორე მხრივ ნუმეროლოგია უნდა იცოდე, ტარო რო წაიკითხო და საერთოდ ზოგადად რაც უფრო ფართო ცნობიერი მით უფრო მეტი კავშირი გაქვს, მით უფრო მეტად პასუხებს აძლევ ადამიანს და მით უფრო ამიტომ გაქვს შენ დიდი პასუხისმგებლობა როგორც პრაქტიკოს. შენი თავი უნდა შეინარჩუნო არა მხოლოდ მაღალ ვიბრაციაზე, შენს თავზე მუშაობის შედეგად, ხო? არამედ უნდა გაიფართოვო ცნობიერება, ისწავლო, მიიღო, რომ ამ ადამიანებს ამ შენი ცოდნის შედეგად, რასაც დაინახავ,
უფრო ღრმა და უფრო მათთვის გამოსადეგი შემეცნებაში ხო, სულ შემეცნებაში უნდა იყო, იმიტომ რომ მოდის ხოლმე რაღაცა და ანუ არ გაპატიებენ სხვა შემთხვევაში რა, ვეღარ გააგრძელებ. არა, მუდმივად უნდა განვითარდე, როგორც კი აღარ ვითარდები, შენ თვითონ ხედავ როგორ გეკეტება რაღაც კარებები რა, ანუ ჩვენი გზა არ არის აქ ის, ანუ ჩემი გზა მაგალითად არ არის პროსტა ის, რომ მე აი მომინდა და ადამიანი აბა არ იმუშავებ და ეგრევე სახეს წაგაცლიან, ანუ აი მაგაზე რა ვთქვათ რა, მაცა ჯერ კარმოზე მომაყოლეთ ან შედარებით. ეგო მაცა და იმინა ცხელათა. ხო და წყალს აღარ აგვაქვს. არც მომტანი გყავს არა. ხო და სად ვიყავი? ეხა ბორჯომი და წყალი არის ამგონი ერთად. ამაზე გადავედით ეს კარმაზე გადავედით. იმაზე რომ რა მარტო თქვენი თემა არ არისო ერთმანეთს შორის და იქ შეიძლება იყოს ტრანსგენერაციული. ხო, ანუ ეს ნუმეროლოგიას შევეხედა, ეს დიდი კოდები, რაც დევს, ნახე, ანუ თუნდაც ის რომ შენ ნათელმხილველობა გაქვს, ან ტაროსთან კავშირი გაქვს, ან რაღაცა გაქვს, ანუ ზოგს აქვს გლობალური რაღაც საკითხების მიმართ, ანუ ზოგმა განა მარტო, ანუ ინდივიდებთან ზოგი იმიტომ მუშაობს, რომ დაწეროს დიდი წიგნი ბოლოს. ან შექმნას ახალი მეცნიერება, შექმნას ახალი ცოდნა, ხვდები? ანუ ზოგს მაგ მხრივ ეძლევა ანუ ეს ნიჭი და არა იმისთვის, რომ კონკრეტულ ადამიანებთან იმუშაოს. მიხვდი? ზოგს აქვს, ანუ მე მაგალითად მეცნიერული ეზოთერიული ცოდნისთვის მოვედი, ანუ ეგ უნდა შევქმნა საბოლოო ჯამში. რაღაცა კვლევა უნდა დავდო, ანუ რაღაც ფუნქციურად ეგ მიწერია. ასევე ახალი რაღაც უნდა გამოვიგონო. ის კი არა ძველიდან, ანუ ამიტომ ვარ ყოველთვის ესე გავჩნდი და ესე გავიზარდე აი ამ კოდების გამო, რომ მე ჩემი უნდა შემექმნა. ანუ მომესმინა, ოკეი, მაგრამ მაგის საწინააღმდეგო მექნა და გამეტესტა რა იყო ამ საწინააღმდეგოში სწორი და რა იყო იმაში სწორი და ეს მერჯინგი ერთმანეთს შორის კიდე მე აი ნახე, როგორც კი გადაკვეთა ორმა პარალელურმა ხაზმა ერთმანეთი ან პარალელურმა არა, უკაცრავად, ანუ ეს ორი საწინააღმდეგო იყო, ხო? გავიდა აქეთ-იქით და ანუ აქეთ-იქით რო გადის, მე კიდე რაღაცეებს კვეთავს ეს ორი ხაზი, იქიდან რო დაუპირისპირებ და ანუ შენ უნდა შეკრა ძალიან დიდი ალგორითმი. ზუსტად ეგრე იკვრება ეს ნუმეროლოგია და მან ხატია. მან არის მოცემული დედა, ბებია, ბებიის დედა, ბებიის მამა, ბებიის ხო, ანუ ხო, მან არის მოცემული, ანუ ყველანაირი ინფორმაცია, ოღონდ როგორ დონეზე ახლა იმ დონეზე ვერ ამოხსნი შენ ყველა ადამიანს, რომ აი ეს კოდები გაქვს და всё. არა, ეგ ადამიანმა თვითონ ისტორია თუ არ მოყვა თავის თავზე, შენ მიმართულებაც უნდა მისცე. თვითონ თუ არ იყვია იქ ბაბუას რა დაემართა, იქ ბებიას რა დაემართა, ვერ გაიგებს. დედაზე ამბობდი წეღან, რომ ის შენს ურთიერთობა შეიძლება რა პრობლემებიც გაქვს, შეიძლება შენ იმეორე დედის შეიძლება არა 100%-იანი დედის რაღაც იმას იმეორებ, იმიტომ რომ დედის საკვერცხეში იჯექი და დედა რა გრძნობებშიც იყო, მაგ გრძნობებს შენ განიცდიდი. ანუ მოპატით. მაგ გრძნობებს შენ განიცდიდი, ანუ შენ ეგ გაიარე იმის მიუხედავად, რომ შეიძლება მუცლადაც არ იყავი, მის ორგანიზმში იყავი, მისი ორგანიზმი, წეღან რა ვთქვი, თითოეული ჩვენი უჯრედი ის სხერპლის პოზიციაში რო არის, იმ სხერპლის პოზიციაში ვიბრირებს. მეხსიერება, ანუ რა დონეზეც, რაც არ მიგიღია ცხოვრებაში და რაც ანუ ნარკოტიკიც კი, ყველაფერი შენ ორგანიზმში ჩრჩება. ჩანაწერია, всё. მე იყო ძალიან გამიჭირდა სხვათა შორის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გაჭირვება, ბევრი ფორთხები მქონია, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ თუ როგორ დამსხვრევა ესე მარტივი არ არის და იქ ბევრი პრაქტიკა და ასე შემდეგ განლაგებები და ნუ იქ ბევრი ტანჯვები, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე ძალიან რაც გამიჭირდა იყო აი იმ სხერპლის როლიდან გამოსვლა და ჩემი ერთ-ერთი ყველაზე დიდი ჭრილთან შეხვედრაც მაგ ყველაფერს მოყარა, რომ აი რეალურად დავინახე, რომ მე მსხვერპლი არ ვარ, კაცო და მსხვერპლი არ ვარ, მე ვარ პირიქით ის, რა ვიცი. სხერპლის როლზე არ დამისრულებია ეს solution-ი რაც არის რა, რომ ანუ ნახე რა ხდება მე რა იცი? შენ სამყარო მუდმივად სამყაროს უნდა რომ განვითარდე. ანუ შენ აქ მოდიხარ იმისთვის რომ სული განავითარო. თუ შენი სული არ ვითარდება, შენ თუ ვერ მიხვდი რომ სული გაქვს საერთოდ და სული ანუ არ არის ის რაც ყველას აქვს, ანუ სული უნდა გამოიმუშაო, სული უნდა იგრძნო, სული უნდა ანუ ავითარო. შენ თუ ამას ვერ მიხვდი და ესე არასწორ კარში აკაკუნებ, ანუ მსხვერპლის პოზიციაში თამაშობ, ხო? სამყარო კიდევ უფრო გირტყავს. ეს შენი ქმარი კი არ გირტყავს, შენი ზემე გირტყავს. რომ შენ მაგ მომენტიდან, მაგ როლიდან კომენტარები ნინო რა, შენ მაგ როლიდან უნდა გამოხვიდე ადამიანო, მომწერე, არ არის პრობლემა, რავი, 1000 კაცი მწერს ხოლმე და ვერ ვასწრებ პასუხები რომ გავცე, ანუ მოწერით, რავი, ყოველთვის
ძალიან ვთხოვთ აქვე ძალიან დიდ ტექსტებს მომწერთ ხოლმე და ძალიან დიდ voice-ებს, იმიტომ რომ ფიზიკურად ვერ მყოფნის დრო, რომ ყველას მოусმინო და გავცე პასუხი. ან მოკლედ შეგიძლიათ ხოლმე აღწეროთ, მაინც დავაფიქსირებ ჩემი პრობლემა. რომ ანუ მაქსიმალურად ბევრს დავეხმაროთ და ვცდილობ რომ როგორც რომ ყოფნის, აი მართლა ვცდილობ რომ მიწორო და არ დავტოვო ადამიანი რაც გასაჭიროა. უყურადღებოთ, კი ბატონო და ეს არის აუცილებელია რომ აი ეგ დააფიქსირო რომ რა solution მაინც არ მოგვაწოდა. Solution-ი ის არის რომ რომელი საათია? გადაწყვიტო, შენ გადაწყვიტო რომ შენ მსხვერპლი არ ხარ. ანუ აი ეგ შენ რაც გაგიჭირდა, აი ეგ უნდა გადაწყვიტო. უნდა გადაწყვეტო, გადავწყვიტო. შენი გადაწყვეტი როცა ჩაგითრევს, ნახე, როგორც ნარკოტიკი თქო, ლომკაში რო ჩაგითრევს, აუ მსხვერპლი მინდა ვითამაშო, აუ მინდა ეხლა რომ აი მაინც გამწეწავს, გაგწეწავს, იმიტომ რომ შენ კითხვას სვავ, მექნება ფული, გექნება. ანუ რა მიმართულებითაც დასვავ კითხვას სამყაროში, ხო? არ მინდა საცობიო, ხო? აი secret-ში იყო ყველაზე ესე 12 წლის ვიყავით, გონის secret-ს რო უყურე, არ ვიცი, აი ჯადოსნურად ანამ გუგლაშვილმა ანამ ესე მომაწოდა ერთხელ ეს ფილმი და ან 12 წლის ბავშვი secret-ს რო უყურებ, ან ცოდნები გეძლევა რა, თავიდანვე რა, უკვე ესე იგი და ვიზიორს კლაშეს რო კითხვა. ხო, ანუ ხო, ეს არ იყო შემთხვევითი, ხო, ეს ყველაფერი არის ჩვენი გაწერილი გზა, განსაკუთრებით light worker-ების და შენ წარმოიდგინე იმ ადამიანს, ვისაც მაგრა უპარტყუნებენ და მაგარი რთული ცხოვრება, რამხელა, ანუ რაც უფრო რთულია გზა, მით უფრო დიდი დიაპაზონია სინათლის და შენ წარმოიდგინე, აი ეს მსხვერპლი, რომელიც იქ თავს აცემინებს, იმიტომ რომ მსხვერპლის პოზიციაშია, რამდენზე დიდი ძალა აქვს, რომ ხვებს დაეხმაროს ცოტა ხანში და უთხრას, რომ ხალხო, აი აქედან გამოსავალი ეს არის რა და ეს არის რა თქმა უნდა მედიტაციებიც, ეს არის რა თქმა უნდა საკუთარ თავში ჩაღრმავება, ეს არის განკურნება ბავშვობის ტრავმებისგან, რა, ანუ ტრანსგენერაციული განლაგებები, სისტემური განლაგებები. მუშაობა, რა თქმა უნდა, პირველ რიგში რასაც ვიწყებთ. პირველი ეტაპი არის ბავშვი, შინაგანი ბავშვი. შინაგანი ბავშვი ძალიან მარტივია. ემოცია იგრძენი, წყინს, აი გეტირება, სად გეტირება, სად გტკივა. აქ არის, ოკეი, იგრძენი ეს ემოცია, სად გახსოვს პირველად ეს ემოცია, მიდიხარ ეგრევე მანდ გიგდებს, რაღაცას გიგდებს. ძალიან ბევრია ეგეთი მოგონება ჩვენ ცხოვრებაში, რამდენჯერ გვაწყენინეს ბავშვობაში. რამდენი ვიღაცამ გვატკინა, თან ტვინს აქ ის უნარი, რომ დაბლოკოს ვაფშე ეგ მოგონებები რა და რაც უფრო მეტ ხსნი, მით უფრო ისეთებს გახსენებს, რაც ვაფშე არ გეგონა რომ მოხდა და შენზე რამე გავლენა ქონდა. ხო, გახსენებს და ეს როგორ გამოისახება, ხო? ერთი გადაამუშავე, ეგრევე კი არ მოვა. ცოტა ხანში 1-2 კვირაში შეიძლება მოვიდეს, 2 თვეში შეიძლება მოვიდეს, კიდე რაღაცა გაწყვება. კიდე რაღაც გაწყვება, ესე იგი, კიდე რაღაცა ტრავმა კიდე ამოიღე, კიდე მოგონება მოვა, კიდე მოგონებას გადააპროგრამებ. აი აქ რასაც მე ახლა ვავითარებ დღესდღეობით არის კვანტური სამყაროს შემეცნება და შესწავლა. ჩვენი კვანტურია ჩვენი წარსულიც, ჩვენი მომავალი, ჩვენი ახლანდელიც რა. ანუ ყველა რეალობები არსებობს. შესაბამისად, ანუ შენ რო დასუფთავდე, ხო? აი ნახე, ეს წყალი აქ რო საღებავი ჩაგვესხა, ხო? ეს საღებავი რო დამესუფთავებინა მე ამ ჭიქიდან, ხო? რა უნდა მექნა? პირველ ასპექტზე ჩვენ რაც ვაკეთებთ, იცი, მენტალიდან ვმუშაობთ. ანუ მენტალში მივდივართ, მენტალი რა არის? ის განზომილება, რომელიც შეგვიძლია წარმოვიდგინოთ და არსებულია, რეალურად ხედავთ მესამე თვალით, ხო? და ანუ მენტალში ჩახვიდე და შენ ეს საღებავი არც ჩაასხა. ანუ განა ის რო ეხლა მე ბევრი წყალი ჩავასხა აქ. არა, შენ მენტალში გადადიხარ და აი ეს საღებავი არც ჩამისხია აქ. და მალე, როდესაც აი ამას მივახწერთ მენტალის დონეზე ჩვენი სულიერი, ანუ ჩვენი ფსიქოემოციური დონის განსაკურნად, მაგეებს რო ვიზავთ და რო დავინახავთ, რომ უი, პრობლემები გვარდება. უი, აღარ არის, აღარ მხვდება ის პრობლემა. ერთი და იგივე აღარ მეორდება ჩემს ცხოვრებას. ესე იგი, იმან მიშველა მაგას რო იწყებ, რომ დაინახავ, რომ აი ამ სიხშირეზე მოქმედებს, მერე გადმოგაქ ფიზიკურ სამყაროზე და მერე გადმოგაქ იმაზე, რომ მე არასოდეს არ დამიზიანებია მომენტ, ის ტრავმა არასოდეს არ მიმიღია. მივდივარ იქ და გადავწერ იმას, რომ ეს ტრავმა არ მიმიღია. ამიტომ ჭირდება ამას ასევე გიდირებული მედიტაცია, რომელიც ანუ როგორც ანუ მიდგომა სწორედ უნდა იცოდე, რა უნდა გააკეთებინო იმ მომენტში ადამიანს. ერთი არის რომ ფსიქოლოგების პრაქტიკებიდან იყო ის მადრე რომ
ანუ ესეც ცოდნა უნდა მიმეღო რა, ესეც გარკვეულწილად ჩემ თავზე რომ მუშაობდი და ფსიქოლოგებიც ხვდებოდნენ და მე ფსიქოლოგებთანაც დავდიოდი და ანუ ერთი იყო ფსიქოლოგების ძალიან ანუ იუნგისეულია პრაქტიკა ალბათ, რომელიც ამბობს რომ შენ ბავშვთან ანუ იმ მემორიში, იმ მოგონებაში ჩადიხარ და მაგალითად შედიხარ და შენ იხსნი საკუთარ თავს აი ამ გარემოებისგან. ტრაუმისგან. ხო, და აი შენ მასწავლებელს თიც დაუქნი, შენ მშობელს თიც დაუქნი და ანუ ამ დროს მშობელზე წენა მაინც დაგჭა. ხო, იმიტომ თითი დაუქნიე. შენ დაუქნიე, თითი ის ბავშვი გახარებულია, მაგრამ მშობელზე ხარ ნაწყენი და მშობელზე სანამ ნაწყენი ხარ, შენი გენეტიკური მშობელი არის ეს არის მაგ დროს villain. შენ ხარ extension-ი, ანუ extension-ი ქართულად. გაგრძელება. გაგრძელება. აუ, ძალიან ცუდია გაგრძელება, მაგრამ ანუ ის ახარ წანაზარი. აი წანაზარი, ძალიან კარგი სიტყვაა წანაზარი, აი დაადასტურა. ანუ შენ ხარ წანაზარდი რეალურად შენი იმისი, აი როგორც ხეზე, წინაზე რასაც ვსაუბრობდით, ხე ავიღოთ ისევ, ანუ ერთი ტოტი ხარ აი ამ ხის და მე თუ აი ამ ტოტიდან მაგალითად ხის ერთი ტოტია და ტოტი გამოხვედი რა, შენ თუ ამ ტოტზე ბრაზდები რას აკეთებ? შენ თავს იჭრი ამ ტოტიდან. ხდები? აი, მაგიტო უნდა წახვიდე მე მშობელთ და იქ გადაწერის დროს ჯობია რომ შენი მშობელი წარმოიდგინე, მაგას ვაკეთებინებ ყველს, ანუ მე ფაქტიურად აი ამაზე რასაც დავწერ მე თუ რასაც ვიზავ, არც დაწერა მინდა, არც არაფერი, თავარი არის რომ ხალხმა გაიგოს. ანუ ჩემი თავარი მოცემულობა ის არის რომ მე კი არ ვაკეთებინო და აი მოდით და სიკრეტად გეტყვით და რაღაცა არა. პირდაპირ ანუ ამას ვამბობ რა, ანუ აქ წყალი ეს ხაჭუჭყიანი არ ჩამისხია. მოგონებაში ჩავედი და აღარ ჩავასხი. ზუსტად იგივე უნდა შეცვალო. ეხლა ნახე მშობლის შემთხვევაში. განა იმას ვაკეთებ, რომ მე ჩემ თავს ჩავიხუტე და იქ მშობელი აი ცუდი როჟა. არა, ჩემ მშობელი როგორ მოიქცეოდა საუკეთესო რეალობაში. მაგას აკეთებინებ ხო? მეც. კი, ჩემ მშობელი როგორ ეგ არის კვანტური გადაწერა, ხო? და კიდე არის მიდგომა რისიცი, ყველგან ეგ არ ამართლებს. ანუ ყველა სიტუაციას აქვს საკუთარი, ანუ მაგიტო უნდა ხდებოდე რა საკეთებ და ყველა, ანუ ამ სეგმენტაციას ვფიქრობ, რომ გაკეთდეს, რომ რას როგორ მიუდგე, იმიტომ რომ ანუ ალბათ მე რო აღარ ვიქნები, ვიღაცამ მაინც უნდა გამოიყენოს ეს ცოდნა რა. ხო, ნუ რაღაცა ფორმით უნდა დარჩეს. რა დარჩეს, ხო, ალბათ, ხო. ანუ და ეგ არის ზუსტად რომ ნუ თუ რა თქმა უნდა არ გაიხსნება უფრო დიდი ცნობიერება, რომელიც მიგახვედრებს, რომ ეგ არა და ეს, ხო, რომლისთვისაც ასევე გახსნილი, მე მაგალითად სულ გახსნილი ვარ და სულ ვამბობ იმას, რომ ველში უკვე არსებობს. ხო, რასაც ვამბობ, არაფერი არ არის სეტინგში როგორ არის. ხო, აი რაღაცა ძალიან სწორხაზოვნად ამას ვამბობ, იმიტომ რომ პირიქით, აი მე წინაზე სტატუსის დავწერე, რომ ალბათ ყველაზე დიდ აღფრთოვანებას რაც მანიჭებს თქო, არის იმის წარმოდგენა, რომ შეიძლება ერთ დღეს ისეთ დიდ ცოდნასთან გამიხსნას წვდომა, რომელიც იმ ყველაფერს რაც მანამდე გავიგე და ვისწავლე და შევიმეცნე, მაფიქრებინებს რომ არა, კი არა, აი ეს არის, ესე იგი წარმოდგენია, ანუ ამ დონეზე მიხვალ კიდე მაგ. ხო, მიხვალ. კითხვა მიჩნდება. ანუ რეალურად ეგ შეგრძნება ხო არის ის რომ ხარ რაღაც გამტარი ამ რაღაცა ძალების სინათლის და ასე შემდეგ და ზოგადად აი მოკლედ ტაროზე ნუმეროლოგიაზე ამ ყველაფერზე ადამიანები რომელიც მუშაობენ და ზოგადად ეზოტერიის ბჭყალებში ვიტყვი, იმიტომ რომ ცოტა რაღაც ისე ბანალურად ჟღერს ეს ეზოტერია. რატო არის ხოლმე ეს რომ აი რაღაცა ცოდნა ეგოს უნდა თითქოს რომ დიდი ცოდნა გაიხსნას რაღაცა განსაკუთრებული სინამდვილეში ხო ანუ ეგ რაღაცა მაგას როგორ უყურებ ხოლმე და მაგის ბალანსს რა ზოგი ცოტა რაღაცა ისე უყურებს ამ ყველაფერს რომ მან იმიტომ რომ მან სულიერი ეგო შემოდის ეკეტება რაღაც ცოტა რომ აი მე რაღაც ისეთი აღმოვაჩინო და ფურორი მოვახდინო სულიერების სამყაროში ხო იმიტომ რომ მან სულიერი ეგო შემოდის ხო რა მან სულიერი ეგო შემოდის იმიტომ რომ როდესაც ახალი შემდგარი ხარ ამ გზაზე და ახალი გახსნილი გაქვს წვდომა ამ ცოდნასთან და ამ ინფორმაციასთან რა თქმა უნდა შენთვის ეს უჩვეულოა და ძალიან ესეთი წარმოდგენა გექნება რომ ანუ შენ ხარ რაღაცა განსაკუთრებული რომელთანაც ეს ინფორმაცია იგრძენი და ახალი იყო და უთხარი და ადამიანებთანაც რეზონანსი შეიძლება იყო განსაკუთრებული შეიძლება იყო მაგრამ მე ანუ ყველა განსაკუთრებული არის ოღონდ თუ მიხვალ საბოლოო ჯამში მაგამდე მაშინ როდესაც გადალახავ აი ამ სულიერი ეგოს თემას რა აი მაგას რაც შენ თქვი რა რომ ახალი შემდგარი როცა ხარ ამ გზაზე წარმოგეშვება ეს სულიერი ეგო და მე ეგეც გამოვიარე სხვათა შორის
მქონდა ის მომენტი, რომ აი მე ვარ გაცნობიერებული და თქვენ ყველანი ხართ მესახალხო არტისტი. 17 წელს ვიყავი, 18-17 მე არ მე ახლა ხას ვიყავი. როდესაც პირველად Rolling Stones უსმენდი Symphony for Devil და ანუ მეთქი ან ღმერთი ვარ რომელმაც ანუ მობეზრდა და დაივიწყა რომ ღმერთია და ჩამოვიდა ან სატანა ვარ რომელიც ჩამოვიდა და ამოვიდა დედამიწაზე რომ ადამიანები შეიყვაროს და სხვანაირად დაინახოს სამყარო რა ბოლოს პასუხი ორივეა ხო და მე იმიტომ რომ ღმერთი და სატანა არა განცალკევებულია რაღაც ატრიბუტი არა ეგ ჩვენ სამყაროში განვაცალკევეთ ერთი თლიანობა ყველაფერი. ხო, მაგრამ მაინც სხვადასხვა არის. აი, ეს არის ორივე აზრს აქვს ჩემი აზრით არსებობის უფლება. ანუ არა, ის არსებობს, მაგრამ ნახე, უფრო რომ მიდიხარ, ხვდები რომ ორივე ერთის ასპექტი, ანუ როგორც ბნელი და ნათელი, ხო? ანუ ის სიბნელე და მაგდონეზე კი რა თქმა უნდა, მაგრამ ანუ ის ხო არ უნდა დაიკარგოს ამ დროს, რომ მაინც არის ორი პოლარობა რა. ორი პოლარობა არის, მაგრამ ანუ ორივე ხარ. ხო, ორივე ხარ, მაგრამ შენში სატანას თუ არ აღმოაჩენ, ვერ გადახვა. მე მაინც shadow works ვეძახი მაგას ნინო საბოლოო ჯამში რა. ანუ შენ საკუთარ თავში სატანის აღმოჩენას ვეძახი shadow works, ისგანაც გარბის თანამედროვე ქრისტიანობა. მე არ ვიძახი რომ ზოგადად ქრისტიანობა. მე ვფიქრობ თან, ანუ ქრისტიანობასაც რო შეეხე, ანუ მე ხო, დავასრულებ ჯერ ამ ლევან მარაც მკითხა, ხო, აი ეგ არის სულიერი ეგ, რომელიც ასევე გამოცდილი მაქვს და სხვადასხვა დიდი დრო არ არის იმის მერე გასული, სადღაც წინა 2 წლის მანძილზე. და ესეთი ხო რომ აი ავაშენე რა ეს ერთი ეგო ხო მორჩით ის ბეჯები რომ მივიკერე და რაღაც და მე მეორე სულიერი ეგო აღმომიცენდა ეხლა რომ მე გავიღვიძე და თქვენ ყველას გძინავთ ხო მე გავიღვიძე და თქვენ ყველას გძინავთ და მე სახალხო არტისტი ვარ და თქვენ არავით ხო რომ ეს მოხდა და რომ გინდა რომ შენ ყველა გამოაღვიძო და არიქა და ეხლა ყველას რო აძალებ და მაზოლად რო ამოუყვან თვალში ყველას ამ ყველაფერს და ხო რა და მოდი გაგიშლი თუ რაღაც ვარ და რა მოდი გაგიშლი ეხლა ალბათ არ ხუმრობ რა თქვა და გავიშლი მაგრამ ნუ ადამიანს გონიათ რომ მე მაინტერესებს რომ მათ გაუშალო და ესე არ არის ხო და ჩამოვშალე მე სულიერი ეგოც იმიტომ რომ მივედი იმ გაცნობიერებამდე რომ ეხლა სულიერ ეგოში ვარ ხო და ნუ მანდაც ისევ პასუხი შენს კითხვაზე არის საკუთარ თავზე მუშაობა იმიტომ რომ ის რომ შენ light worker-ი გახდი და აი ამ ინფორმაციასთან გაქვს წვდომა არ ნიშნავს იმას რომ დაამთავრე სამუშაო პირიქით ნიშნავს იმას რომ უფრო გაძლიერებულად უნდა გააგრძელო სამუშაო და არასდროს არ დამთავრდება შენთვის ეს ამ სულიერ ეგოში მე წყენებთან მიდიხარ ბოლოს რომ ანუ იმის წყენა გაქვს რომ შენი არავის არ ესმის ну მე ეგრე მგავიტანე სულიერი ეგო მაგრამ მაშინ განდეგილი ხარ ჯერ ანუ ხო ну მე ისედაც განდეგილი ვარ ნუმეროლოგიურად და თან ერთიანი ვარ ანი და ჰოე სულიერი ეგო მოკითხეთ ნინო პაიჭაძას და ის კიდე ქრისტეც გავიარე და აი ფიზიკას რო ვკითხოთ რა ანუ ქრისტეც ვიყავი და ისიც ვიყავი და მოვიწიეთ უეჭველი კაი ეს ცოტა ისეთ რელიგიურ საკითხს შევეხეთ და ბარემ რაღაცა თითქოს წამოიჭრა კაი არა დავფართ და მე ჩავაცხრეთ ასე ვთქვათ devil angel-ის ამბავი და რეალურად ანუ ეს წეგან ინფო ცოდნაზე ისევ შენი ნათქვამით რომ შემოუბრუნდეთ საკითხს რა რომ რაღაცები როცა იცი გაცნობიერებულია რეალურად ეგ რაღაცები რო არ მომხდარიყო ხო ეს რაღაცა ბნელი ძალები იქნება თუ რა შენ ხო იმ ცნობიერის დონეზე არც ახვიდოდი რაღაც მომენტში ანუ თუნდაც სატანისტური ძალების თუ რას იქნება ესე განდეგი თითქოს რომ აი არ გავეკარო არ წავიკითხო რაღაც მომენტში მადლობელიც ხო არ უნდა ვიყოთ ჩვენ იმ ბნელი ენერგიების გააზრების ბნელი ენერგიის შექმნილია ეს სამყარო ხო აი ეხლა სადაც ვართ დავასრულეთ აი არა ვართ სინათლის სამყაროში რა მოდი მაგრამ რას ვაკეთებთ ეხლა სინათლე შემოგვაქვს ჩვენი ცნობიერით მოვიდა ის დრო ეს ეპოქა ის დღე გაზაფხული ისევ რომელშიც ჩვენ უნდა შემოვიტანოთ სინათლე ამ სამყაროშიც ანუ ნახე რა მომენტია ბარემ დაასრულე და გავწმოთ ანუ ნახე ბნელი ზარფული დავალება მოგცა ზარფული და ბნელი ტუნელია და ნახე ერთი ლამპა რომელიც აი იქიდან მოდის და ანუ ყველგან ირთვება ეს ლამპები და ანათებს რა და ანუ რა ხდება აი აქ ცოტა როგორ აქ ბურთს ხო ანუ ბნელ ოთახში რო ჩართოთ ანუ კედლებთან არ ჩანს ხო სინათლე ბოლომდე ვერ წვდება ხო იმ თავის გარშემო აქ ხო ის ყველაზე დიდი სინათლე ხო და აი ეგეთ დონეზეა და ეს ლამპა ეხა კიდე უფრო ახალი შრისკენ მიიწევს კიდე უფრო ახალ ოთახს რომელიც არის სამგანზომილებიანი სამყარო ასე რომ წარმოვიდგინოთ ეს სამგანზომილებიანი სამყარო რომელიც იყო ბნელი უკუნითი
ანუ, ადრეც იყო განათებული, ეხლა ისევ განათდება, ანუ ჩამოდის ეს სინათლე როგორ იცი, აი თამაშს ბევრჯერ მithქვამს, რომ თამაშს ხო თამაშობ ერთხელ და შეიძლება საყვარელი თამაში გაქვს და 5 ჯერაც ითამაშო. აი ზუსტად ეგეთ სიტუაცია, მაგრამ იმას open world-ია, ანუ ღია თამაშია რა და ყოველთვის შეგიძლია სხვადასხვანაირად ითამაშო ეს თამაში, მაგრამ ფუნქცია იგივეა, ბნელი უნდა გაანათო თამაშის. წესები ეგ არის. ხო და საბოლოო ჯამში, ანუ ეს სინათლე ნათდება, უფრო მეტი ინთვება, ანუ უფრო მეტი სანთებელა თუ რა, ნატურა თუ რა არის, უფრო მეტი ინთვება და ანათებს უკვე და უკვე 64 იქნება დედამიწაზე. პირველ რიგში საკუთარ თავში. ხო ეგრე. აბა რა, ყველამ საკუთარ თავში რომ ავანთოთ ეგ სინათლე, всё, მანდ ვართ. ხო და იქ იყო რეალურად კითხვა, რომ აი ამ ყველაფერს კი არ უნდა გაიქცე. რეალურად უბრალოდ გადაწყვეტილება მიიღო რომელზე ისაუბრო რომელი გადარგო ზუსტად ნახე ანუ შენ თუ გარბი ხარ სინათლისკენ ანუ აქეთ თუ გარბი ხარ ანუ ნატურა ხარ რომელიც ნატურასთან დგას შენ უნდა გახვიდე ცოტა კიდე დევილის დევილობაზე რაც ხდება ხოლმე რომ აი სატანა რატო უნდა ილაპარაკო ამდენი როცა პროსტა ნათელზე შეგიძლია ისაუბრო და ნახე დავანახებთ იმ განსხვავებას რომ აი როცა შენ სინათლისკენ გარბი ხარ ამ შენი პატარა სინათლის რაც ბჟუტავს იმიტომ რომ იმ დისციპლინელესთან არ ხარ შეხვედრილი ხო ის პატარა ბჟუტავი რჩები და მე ან გადარჩები ან ვერა ახლა რა თქმა უნდა ფიზიკური დონეზე შეიძლება არ გულისხმოდო მაგრამ მათ შორის ესეც შეიძლება იყოს და საპირწონედ ამისა თუ შენ შეხვდები იმ შენ სიბნელეს და გადაწყვეტ რომ მოდი კი თვალებში ჩაგხედავ და მოდი კი ამოგიტან და გამოგანათებ ხო რამ ხელაზე ანათებ მე ანუ ის შენ იმასთან მირბენაცა კი აღარ გჭირდება იმ სინათლესთან როგორ იმაშვები აი რა პრაქტიკას იყენებ თუნდაც ჩრდილის ძიების პროცესში რა ჩრდილის ძიების პროცესში აი პირველი კითხვა რასაც უსმევ და ვასმევინებ ასევე საკუთარ თავთან არის რას აკრიტიკებ, რა გაღიზიანებს და რის იქშურს სხვებში. აი ეს სამი კითხვა არის, რომელზეც თითოეულ ძალიან გუწრფელად ადამიანმა უნდა ჩამოწეროს პასუხები და ეს არ არის ერთ დღეში მოსული პასუხები რა, ამას შეიძლება დასჭირდეს რაღაც კონკრეტული პერიოდი, იმიტომ რომ ადამიანებს ყველაზე მეტად უჭირთ იმისი აღიარება, რომ ის რაც სხვაში აღიზიანებს მათშია და ყველაზე დიდი მაგის ნაკლებობა აქვს. შესაბამისად ხო ან მაგის ნაკლებობა და აი ეს ან ჩრდილი მაგას ნიშნავს რა რომ შენში არ განხორციელებული და არ ამოტანილი და პოტენციალ არ მიცემული იმიტომ რომ შეიძლება ადამიანში თუ შენ გაღიზიანებს მაგალითად ის რომ აუ ეს როგორ ძალიან თამამად გამოთქვამს თავის აზრებს და გამოდის და რაღაცას გველაპარაკება თვითონ ჩაკეტილია ჩაკამ თვითონაც უნდა არაცნობიერად რომ თვითონ ესე ამას აკეთებს იმიტომ რომ ნახე სეგმენტაცია მოხდა მანდ პიროვნების რა დავუმატებ ხო ანუ რა მოხდა რა? ანუ დედა ან მშობელი, დედა და მამა შენთვის არის ღმერთი, პატარა რა ხარ, ანუ ღმერთები არიან რა, რასაც გეუბნებიან, შენ გინდა რომ ყველაფერი მოაწონო თავიანთ. ჩვენ ფუნქცია გვაქვს რომ სინათლისგან ჩვენი სინათლე არის მშობელი, როგორიც არ უნდა იყოს. და დედა და მამა გეუბნებიან რაღაც ასპექტზე რომ ნახე, აი შენ რომ ამ წყალს სვავ ესე ამ ხელით ხო? არა, მარცხენა ხელით რო სვავ მაგალითად, ცუდი გოგო ხარ. და ამ დროს შენ თავთან კარგი გოგო ხარ მარცხენა ხელით რო სვავ ამ წყალს. ხვდები? ანუ რატო ხარ ცუდი გოგო ვერ ხვდები? იმიტომ რომ შენ მოგწონს ეს დალევა. ოკეია, მაგრამ შენ გითხრეს რომ ცუდი გოგო ხარ. და ამიტომ შენ გადაწყვიტე რომ ეს ცუდი გოგოა. ოკეი, მე უნდა ავიღო მარჯვენა ხელით, ესე იგი და მარჯვენა ხელი არის კაი გოგო. ანუ მე ვთამაშობ უკვე მარჯვენა ხელით როლს, იმიტომ რომ მე მითხრეს რომ ეს არის, ხო, ეს არის კარგი გოგო და მარცხენა ხელს ვუგულებელყოფ მთელი ცხოვრების მანძილზე და მეზიზღება. ხო. რატომ მეზიზღება? იმიტომ რომ თავს არ მაგზნობინებს მარცხენა ხელის გამოყენება როგორც სასურველს. იმიტომ რომ ხო, არ მითხრეს რომ კარგი ვარ და ანუ მე ჩემ თავს ბლოკავ მაგითი. გადაწერა უნდა მივიდეო. ხო, და მე უნდა ჩამოხვიდე და თქვა რომ ანუ დედამ შეგაქო რომ მარცხენად დალი მარჯვენად რა კითხობით თქვენი ესე იგი რა გაგიზიანებს? რას აკრიტიკებ, რა გაღიზიანებს და რისი გშურს ხვებში და რა გეზიზღება? ბოქში მეოთხე გამორჩა. მე წენასაც დავამატებდი. რა გწინს? და ეხლა ნინოს დასმულ კითხვა გავაგზავნოთ. მე ამ ყველაფერზე აშენებ და ასე ვთქვათ, ამჟღავნებ იმას, რომ რეალურად ჩაგუბებული ადამიანში ისის გაკეთებაც არ უნდა და
ის ვერსია ვერ გახდა რაც უნდა და ამონათებს, ანუ ამონათება ჭრდილის რა არის, რომ შენ პირველ რიგში შეხვდე ამ ჭრდილს რომ ხო რა, ის ზუსტად შეხვდე ამ ჭრდილს, ინტეგრაცია გააკეთო საკუთარ თავში ამ ჭრდილის, უბრალოდ მიიღო, ჯერ მე ინტეგრაცია გააკეთო და მე შეიყვარო შენი ეს ნაწილი. რაც ყველაზე მთავარი, იმიტომ რომ ხშირად ჭრდილი არის ყველაზე მეტად აი როგორც მინდა თქვა ჩვენი მშობლების მიერ უარყოფილი ჩვენი ნაწილი, აი მაგალითად შენ აი არ ვიცი რა მაგალითად უნდა მოვიყვანო ესე უცებ, მაგრამ აი არ მოსწონთ, როდესაც ბევრს ლაპარაკობ ხალხში მაგალითად სიტყვაზე და გაძლევენ სულ შენიშნოს, რომ სხვებს ნუაწინააღმდეგები ნულაპარაკობ ხალხში და ამის შედეგად ყელი ჩაკრა გეკეტება და შენს აზრს სიმართლეს, შენს სიმართლეს არ საუბრობ და ნუ პაულობ მე რომ შენი ჭრდილია და სინამდვილეში გინდა რომ პოდკასტი მიყავდეს. ხვდები და ანუ ის რომ ეს შეიყვარო ის რომ ეს შეიყვარო არის ბოლო ნაწილი ამისი რომ შენი თავი ჩაინტეგრირო ჭრდილი და მე ბოლოს შეიყვარო შენი თავი აი ამასთან ერთად შენ თვითონ შეიყვარო იმიტომ რომ რეალურად საბოლოო ჯამში აი შენ მშობლებს რომ შენ ესეთი არ უყვარდი ეს შენი თავია და შენ უნდა შეიყვარო შენ ესეთი შენი თავი რომ აი ეს დანაკლისი შეუსო შენს თავს რა და ვალიდაცია შენ თვითონ მისცემ. ოღონდ მანდაც აი რელიგიები რატო გვეხმარება და ესეთ ცოდნები რატო თუნდაც ეზოთერული ცოდნები რატო გვეხმარება ანუ ზოგმა შეიძლება თქვას რომ აი მე ნარკოტიკები მიყვარს და ნარკოტიკებზე ჩავლება მითხრეს რომ ცუდია და მე შევიყვარო ეხა ჩემი თავი და ვარ ნარკომანი. არა ანუ მოდი განსაზღვროთ ეგეც განსაზღვროთ კი ხო იმიტომ რომ ძალიან ბევრი იტყვის რომ რა ვქნა მე მოღალატე ვარ და ამიტომ მე ეხლა ვიბდი ესე ვიტრაშუნებ არა მაგიტომ არის აქ ჩვენ სამყაროში ადამიანები მაგიტომ ვართ და უზენაესი ღირებულებების მქონე ადამიანი უფრო დიდ ჯვარს ატარებს ანუ უფრო ძიმე ჯვარს ატარებს უფრო მეტი პასუხისმგებლობები აქვს მაგრამ უფრო მაგარი ტიპია როგორც ვთქვათ, უფრო მაგარი ადამიანია, უფრო მაგარი პიროვნება, უფრო მაგარი სულიერება აქვს და უფრო მაგარი ძალა აქვს, რომ აკონტროლოს სამყარო და თუნდაც მკვდრეთით აღსდგეს ბოლოს. ხვდები? ანუ აი ის შენი კარგი ადამიანობა რომელიც ყველა რელიგიაში მიმოფანტულია და ყველგან შეგიძლია ამოიკითხო რა არის კარგი ადამიანობა, ხო? აი ის მაგიტომ მე მიყვარს ყველა რელიგია და იაკუმანისტია რაღაცაო, მაგრამ ქრისტიანობა რა თქმა უნდა, იმიტომ დავიბარეთ ქრისტიანულ ეგრეგორში და ბოლო რელიგია რაც კი არსებობს, ხო, ანუ ყველაზე young ახალგაზრდა. ხო, და ეხლა რა თქმა უნდა მერწყულის ეპოქა ეს თევზების ეპოქაში მოვიდა. ვაიმე და სოკოა და გაკლანჭები არ ხო კლანჭები ჩეპეგო კაცრავად ჩვენი მოусვენარი პისო მოდი ბუსუ ჩემთან ხო ანუ სად ვიყავენ ყველაზე ახალგაზრდა რელიგია ქრისტიანობა და მოსულია თევზების ეპოქაში თევზები მისტიციზმი ანუ ძალიან მისტიკურია ძალიან ქვეცნობიერული სამყაროა და ეხლა მოდის რა მერწყული არის მეცნიერება ჩვეული მეცნიერული სამყაროა და ტექნოლოგიური მეცნიერული სამყაროა და ხო და მეცნიერული სამყაროა მერწყული და ანუ რელიგია მოდის უკვე ხედავ ცხოველებს უყვართ სუფთა ენერგეტიკის მქონე ადამიანები და კიდე შავი შარლები გვანიშნა რომ გეყოფათო ხო ტვინს ამიტომ მართლაც თემებს ვეხებით უკვე ძალიან დიდი მადლობა ანი მადლობა თქვენ გეოდებით კიდე და წარმატებები სტარმს მიმართულებით და დიდი მადლობა თქვენ ეგ აი იყოს ახლა კლაჭებს არ მარჭობს კლაჭებს არ მარჭობს და ძალიან ბევრი ადამიანს დაიხმარება და მათთვის ერთ-ერთი გზა იქნება რაღაცა სიტყვაზე კონსულტაციებთან, კონკრეტულ კოუჩებთან, თუ სპირიტუალ ადამიანებთან. ეზოთერიკოსებთან, საიქიქებს ვეძახით იმის რომ საიქიქ. კონსულტაციის პარალელურად ერთ-ერთი გზა იქნება მარტივად და ციფრულად, რომ დაიწყონ ეს გზა, shadow work-ი იქნება თუ inner child work-ი, shadow work-ი და საკუთარ თავთან დაბრუნებას ვეძახი მე და ხო საკუთარ თავთან და იმ ხესთან რომლის ტოტიც ანუ დედასგან გამოიყავე ანუ შენ დედისგან კი არ ჭრი შენ თავს მე დედას ტრავმას რო დაკურნალ მამის ტრავმას რო დაკურა უი ამ ტოტს მოვჭრი ბარემ ბებიას იმიტომ რომ ბებიასგან გარბი ხარ უკვე ბებიას ტრავმებს ამუშავებ ეხლა მე ვარ სადღაც მეხუთე თაობის ტრავმებში ვარ ანუ ხუთი თაობით უკან ვარ რომ კიდე რაღაცეები ტივტივდება რაც აზზე არ ვიყავი და თვითონ მოდის ინფორმაცია კიდე მომიწვიეთ ძალიან მომეწონა გამისტორდა თქვენთან ერთად. და ამან მომავალ შეხვედრამდე. ნახვამდის.